კიტოვანმა კონში გაიყვანა თავისი ჯარი და ითხოვს გამსახურდიას გადადგომას. როცა ყველაფერი უკვე კარგად იყო, ესე იგი, ჯერ მანამდე ხო ყველაფერი კარგად იყო. არაბელი და პლუს ამას პუჩის დამარცხებად დაემატა და მეტი რაღა გინდა. აირია მონასტერი იქეთ. გამოიარეს რუსთაველი და აიღეს ტელევიზია და აიღეს ცირკი. ცირკზე დადეს ზარბაზანი. ზემოთ. და დაგვიმიზნეს. მაგასთან ჩავიდა იქ მივიდა კონში ლიაკაცაძე. და შეხვდა კიტოვანს, ახლა იფიქრა ლია ესე დედაშვილურად მივიდა მაგით ცოტა სპანაირი ხალია. უნარი აქვს ამისი რომ დაელაპარაკოს და მტერი გახადოს მოყვარე. ელაპარაკა კიტოვანს და მე როგორც ლია მიყვება, მე ესე იგი ასე მითხრაო ხმის ღერი რო ჩამოვარდესო, გამსახურდიასო, გადავბუგავ ყველაფერსო. მაგრამ ამ ეტაპზე უნდა გადადგესო. აი ესეთი შემოვიტყვა იცოდა. მოგესალმებით ხალხო. მოგესალმებით ქუთაისიდან, რესტორან არგოდან. და ჩემი დღევანდელი სტუმარია ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისში, ბატონი ალიკო ახვლედიანი, ადამიანი, რომელიც არის ხელმომწერი საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის და არის საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი. ეს არის პარლამენტი, რომელიც ზოგადად გამსახურდიას დროს არსებობდა გვალი მაგიდიდან. გვალი მაგიდა. თავისუფალი საქართველო. გვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო. დღეს ფაქტობრივად ბევრი ეროვნული მოძრაობის ორი წარმოადგენელი ჩავწერეთ. ძალიან მიხარია თქვენთან თქვენი გაცნობა, თქვენთან საუბარი ბატონ ალიკო. შორიდან დავიწყებ თქვენთან საუბარს. თქვენ მითხარით, რომ 78 წელს, შორეულ 78 წელს დაამთავრეთ სკოლა ქუთაისში. მე მინდა რომ ამ პერიოდის ქუთაისი წარმოვადგენინეთ. რანაირი ქუთაისია ეს და რითი განსხვავდება დღევანდელი ქუთაისისგან. და საიდან იწყება ქუთაისში ეროვნული მოძრაობის სიო, ესე რომ ვთქვა. ნუ ქუთაისი მაშინაც გასაოცარი ქალაქია, როგორც ეხლა. ინტელიგენციის დიდი რაოდენობა მაშინ ქუთაისში ცხოვრობდა. გადინება სულ იყო დონორი ქუთაისი, თბილისის, მაგრამ მაშინ ასეთი ტემპი არ იყო, როგორც ეხლა ბოლო პერიოდშია და აქ თავმოყრილი იყო როგორც კულტურის, ასევე მეცნიერების, სპორტის და პოლიტიკური ცხოვრება არ იყო მაშინ დაწყებული ახლა ქუთაისში და ვერ ვიტყოდი პოლიტიკოსების თავშეყრის ადგილი იყო. ქუთაისი თავისი ურთიერთობებით გამოირჩეოდა. აი მისაბაძი იყო ახალგაზრდობით, ჩაცმულობით, ამბიციებით, ნუ ყველაფერში ასე თქვა. 78 წელში მე თბილისში ჩავაბარე. შრომის წითელი დროშის ორდენოსთან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ახლა რომ მე ბენდუქიძის აგრარულ ეძახიან ეკონომიკის ფაკულტეტზე. ხო და გარკვეული პერიოდი თბილისში მომიწია ცხოვრება და ქუთაისში როდესაც დაუბრუნდი 99 წელში უკვე აქაც იგრძნობოდა ეროვნული მოძრაობის სიო და საერთოდ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ქუთაისი, სხვა ქალაქებიც, ხო, გინდა არ გინდა პოლიტიკური მიმართულებით, ხო, ძალიან დამოკიდებული არიან ცენტრზე. მაგალითად შეიქმნება იქ პარტია, აქაც შეიქმნება მისი ფილიალი. დაუშვათ ის პარტია გაიხლიჩა შემდეგ, სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეები გახდნენ, ქუთაისშიც ანალოგიურად ხდება. მე არ მახსენდება აქ ამდენი პარტია და მინახავს აქ ქუთაისში ყველა შემთხვევაში გაიარა, რომ აი თბილისში მაგალითად დაშორდნენ ერთმანეთს, აქ პარტიამ შეინარჩუნა თავისი სტრუქტურა და ერთიანობა. ან კიდე დაუშვათ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თბილისში გაერთიანდა რაღაც მიზეზის გამო არჩევნები და ასე შემდეგ. ქუთაისშიც ასარულად სუდი წარსული ყოფილიყო მაგათ ურთიერთობაში, მაინც გაერთიანდებიან და აი წარსულს ეგრევე ივიწყებენ.
კიდე იმით გამოირჩეოდა ქუთაისი, აი მაგათ არჩევნები რო ტარდებოდა, ხო, ბევრი პარტია საქართველოს პირველ ადგილზე ვარ, სოფლიოში პარტიების რაოდენობით ერთგულ სულ მოსახლეზე. ძალიან ბევრ პარტიას ჰქონდა ოფისი, ხო, საარჩევნო ოფისი. მაგრამ მე არ მახსენდება ეს საარჩევნო ოფისი ყოფილიყოს მაგალითად ამ ცენტრის გარეთ. აი ირგვლივ ახლა რაც ცენტრია, მერია და მისი შემოძველი ქუთაისი, მაგრამ ავანგარდში ყოფილიყო მაგალითად ოფისი, ან ავტოქარხანაში, ან საღორიაზე, ან საფიცხიაზე. ყველა იყო ქალაქის ცენტრში და ეს ორომტრიალი რომ მიდიოდა, ყველა ერთმანეთს გამოხვალ ახლა ოფისი და შეხვდები აგე შენ მოწინააღმდეგე პარტიაო, როგორ ახარ გამარჯობა რა შვენ, წამო დავლიოთ რაღაცა და მეგობრობა ოფისი და გამოვდიოდი, ლაკუ სხვა მეგობრობა იყო. შენი პარტიაში იყო, მე ამ პარტიაში, მაგრამ მეგობრობა მაინც გრძელდება. კაი ყოფილა რომ ქალაქის პატარა ტერიტორიაზეა ბევრი ოფისები, პოლიტიკოსების დასამეგობრება. არსად ესეთი არ მინახია, ხო, ესეთი იყო. და შეეხება ახლა ეროვნულ მოძრაობის დაწყებას 80 და არც თბილისში 88 წლამდე არაფერი არ ხდებოდა. მე არ მახსენდებათ, მე 88-ის ბოლოს დავტოვე თბილისს და გადმოვედი ქუთაისში, მაგრამ 88 წელში დაიწყო თბილისში პირველად დავით გარეჯთან დაკავშირებით, რომ მოხდა გაფიცვა უნივერსიტეტში, ვესწრებოდი, სხვათა შორის შემთხვევით აღმოჩნდი, მივდიოდი ვაკეში რაღაც. აღმოჩნდი მიტინგზე აპროტესტებდნენ დავით გარეჯის, ასე ვთქვათ, პოლიგონის სროლები რომ მიდიოდა, აზიანებდა ფრესკებს რაღაცა და იქედან დაწყებული მე ქუთაისშიც გადმოინაცვლა. აი ქუთაისში რომ მოდიხართ, რა პოლიტიკური ორგანიზაციები გხვდებათ? და რა ტიპის აქტივობებია? როგორ იყო აი თბილისში გამოყალიბდა აი პერსონალიების მიხედვით პარტიები, ახლა ზვიად გამსახურდიას ყავდა ორი პარტია, ეს ჰელსინკის კავშირი და წმინდა ელემენტის საზოგადოება, თავში ეს ორი იყო. გია ჭანტურიას ყავდა ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ირაკლი წერეთესკო ყავდა დამოუკიდებლობის პარტია, ესენი იყვნენ ძირითადები ახლა. ეს სამი პარტია, მაგრამ იყო ამის გარდა სახალხო ფრონტი ნოდარ ნათაძე და რუსთაველის საზოგადოება, აკაკი ბაქრაძე და თამაზ კვაჭანტირაძე. ესენი იყვნენ ლიდერები. აი ეს ორგანიზაციები შეიქმნა ქუთაისშიც. ესე იგი, ზვიად გამსახურდიას ოფისი ჰქონდა ჩვენ ნიუპორტის ქუჩაზე, პოლიცია როა იმის გვერდით, ოროთახიანი ოფისი იყო, ნახევარში ვიჯექით წმინდა ელემენტის საზოგადოების წევრები, მეორე ნახევარში იდგა ჰელსინკის კავშირის წევრები, ჩვენ ორი. მერე გადახვიდოდი ხიდზე, იქ იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ჭანტურიას ჰქონდა აგერ ბჟოლებში კიდო თავისი ოფისი და იყო კიდო სახალხო ფრონტის ოფისი და იყო რუსთაველის საზოგადოების. ეს ამათმა დაიწყეს ქუთაისში ეროვნული მოძრაობა, მაგრამ მანამდე სანამ საერთოდ პარტიები შეიქმნებოდა და წამოვიდოდა ის არც ერთი პარტია რეგისტრირებული არ იყო. ესენი ყველას გვეძახდნენ ჩვენ არაფორმალებს. გარდა რუსთაველის საზოგადოებისა თუ არ ვცდები? რუსთაველის საზოგადოება კი მე მგონი იყო რეგისტრირებული. აი სახალხო ფრონტიც არ იყო რეგისტრირებული, ასე ნოდარ ნათაძის პარტია. ხო და შემდეგ ახლა არჩევნებზე მაშინ არავინ არ ფიქრობდა. იყო ერთადერთი პრობლემები იყო და ამ პრობლემების მოგვარება, მაგრამ როდესაც ქუთაისი გამოაღვიძა მაინც 1988 წლის ნოემბრის შიმშილობა. ნოემბერში რა მოხდა ახლა? ქუთაისში თუ თბილისში შიმშილობა? თბილისიც მაგან გამოაღვიძა. კი ეს ივლისის თვეში მოხდა ის დავით გარეჯთან დაკავშირებით იყო რაღაც პერიოდები, მაგრამ აქ დავით გარეჯს რა მოყვა იცი, პატიაშვილი შემდეგ მივიდა უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში მივიდა შეხვდა სტუდენტებს. და მაშინ საზოგადოება არ იყო ღია ასეთ რაღაცი, ყველაფერი იყო ესე ჩანაწერები და რაღაცა და მოხდა პირდაპირ რეპორტაჟი, სადაც სტუდენტები გამოთქვამდნენ პროტესტს და პატიაშვილი აწყნარებდა, ასე კი არა, ასია და გამოვიდა დათო ტურაშვილი, მახსოვს. და ტრიბუნაზე რომ ამბობდა ტურაშვილი ემოციურად ტირილი წასცდა. ტურაშვილს და ამან გამოიწვია დარბაზში ძალიან ემოციები და თელი თბილისი ამაზე ლაპარაკობდა დათო ტურაშვილი და მან გამოაღვიძა რაღაცნაირად ხალხი ესე. შემდეგ ტრანსკავკასიის მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო და ამაზე წავიდა პროტესტი და ამის გამო პატიაშვილი შეხვდა გპ-ში სტუდენტებს. აქაც პირდაპირ რეპორტაჟი იყო და ამტკიცებდა რომ არაფერი დამტკიცებულა, გიგა ლორდქიფანიძე მახსოვს წინააღმდეგი წავიდა ტრანსკავკასიის მაგისტრალს. რკინიგზა უნდა დასულიყო. შემდეგ ნოემბერში მოხდა შემდეგი საბჭოთა კავშირი
დაიწყო კონსტიტუციის შეცვლა. სტალინის დროს მიღებული კონსტიტუციის შემდეგ 1936 წელს საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია არ შეცვლილა. და ბრეჟნევის პერიოდში 1988 წელს გადაწყვიტეს კონსტიტუციის შეცვლა. გორბაჩოვის დროს. 88-ში გორბაჩოვი. 80 ხო გორბაჩოვის დროს, გორბაჩოვი გადაწყვიტეს კონსტიტუციის შეცვლა. მაგრამ კონსტიტუციის შეცვლას მაშინაც იცავდნენ კომუნისტები, განხილვები უნდა მოყოლოდა ორგანიზაციებში. მაშინ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა იყო და იწვევდა განხილვები და იქ აღმოჩნდა მე რომ იწერა კონსტიტუციაში გვეწერა საბჭოთა კავშირის შედგება 15 რესპუბლიკისაგან და ყველა რესპუბლიკას აქვს გასulis უფლება და წერტილი, მეტი არაფერი. მაგრამ კანონი არ იყო როგორ უნდა გასულიყო. მაგრამ ეს იწერა. ამოიღეს ეს მუხლი. გაქრა. ამაზე ატყდა ერთი ამბავი და ამან გამოიწვია ნოემბრის შიმშილობა, რომელიც ერთი თვე გაგრძელდა დაახლოებით. ამან ახლა ძალიან ამას პარადი მიყავდა ხა იქ გამსახურდიას ძირითადად ახლა მერაბ კოსტავას, ირაკლი ბათიაშვილს, ირაკლი წერეთელს, მე ხო უყურებდი ახლა ჭანტურია გიას, ვანო ხუხუნეიშვილს, მამუკა გიორგაძეს და ესენი იყვნენ ძირითადად გამოსვლელები, აკაკი ბაქრაძე და ნოდარ ნათაძე. ამათ ნოემბერში და ხალხი მართლა გაბრაზდა ამაზე, რომ ასე ქურდულად ამოიღეს ეს ჩანაწერი. აი გამსახურდიას სიტყვები მახსენდება, რომელიც ამბობდა, რომ ხალხო ხაღალზე დაწერილ თავისუფლებასაც გვართმევენ. რა შეგაგიშობსო საბჭოთა კავშირი და ხაღალზე ხომ წერია, რომ გასulis უფლება გაქვს. და იმასაც გვართმევენო და ძალიან დაიძაბა სიტუაცია. მე მახსოვს ფაქტელი თბილისის შემოვერთ რუსთაველთან ტევა აღარ იყო. და ეს მიტინგები მაშინ საბჭოთა კავშირისთვის არ იყო იმდენად ესე ვთქვათ მოცემულობა და უბნებოდნენ ალბათ პატიაშვილს რომ რაღაცა მოიმოქმედე, მაგრამ არც ესენი ჩვენი ეროვნული მოძრაობა იხევდა უკან და არც ისინი და ბოლო რომ მივიდა კულმინაციამდე ესე იგი მიიწვიეს ესენი სალაპარაკოს სესიაზე მიიწვიეს. ინტელიგენცია გადმოვიდა მაშინ ეროვნული მოძრაობის მხარეზე. და ამან შეაშინა ცოტა ესე ვიღალ ორთქიფანიძე, ელდა შენგელაი ესენი და ეგენი ამ დროს აქეთ გადმოვიდნენ? ხო, განცხადებებს აკეთებდნენ მკვეთრს. მაგათთვის განცხადება ახლა გიგარ ორთქიფანიძე რამე სიტყოდა და ლანა ღოღობერიძე და ელდა შენგელაია და მუხრან მაჭავარიანი და ნოდარ წულეისკირი, ამას რეზონანსი ჰქონდა. არ იყვნენ მიშოულები ისინი ყოველთვის ტკბილი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ხო ადრე ხო. და შევიდა მახსოვს ბაქრაძე შევიდა დასასწრებად, შევიდა გამსახურდია, კოსტავა და კიდევ არ მახსენდება, რომ ბევრი ხალხი იყო და რომ გამოვიდნენ, ესენი გამოვიდნენ. თქვენს რომ შევკვირდნენო ამ მუხსო ჩავწერთო. კონსტიტუციაში ჩაიწერება ეს მუხლიო. რა ვქნათო ახლა იძახს ბაქრაძე ხალხეულება დავიშალოთ თუ არა, დავიშალოთ. რა ვიცი მე რასაც თქვენ მეტყვით იმას გავაკეთებ. მე მგონიო ყველაფერი ეს ისაღებიაო და ახლა ამ ეტაპზე ჯობია გავჩერდეთო. შემდეგ მოხდა დაშლა მიტინგი. მიიღეს ეს კანონი მართლა? შეცვალეს ისევ და შეცვალეს აბა. ჩაწერეს ისევ. მაგრამ მე გეტყვი რა გაკეთა. მე მიიღეს კანონი გასulis შესახებ. საბჭოთა კავშირიდან. საბჭოთა კავშირიდან ახლა ეს კი იწერა კონსტიტუციაში გასulis უფლება გაქვს, მაგრამ კანონი არ იყო როგორ უნდა გასულიყავი. მე ესეთ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ასე დროს, მაგრამ ის კანონი რომელიც მიიღეს, მე აღარ მახსოვს ახლა, მაგრამ მიიღეს კანონი და ამ ახსოვს ამ კანონს, ეს უკვე 1 წლის მერე ხდება, მაგრამ ისეთი კანონი მიიღეს ფაქტურად ვერ გახვიდე. შეუძლებელი იყო და მე დაარქვეს ამას კანონი არ გასulis შესახებ. ყველა ამას მოიხსენიებდა, კანონი არ გასulis შესახებ. ხო, მე იპოდრომზე გადაინაცვლა ამ მიტინგმა და რა მოხდა ახლა? ყოველდღე გამოდიოდა გაზეთი მაშინ საბჭოთა კავშირში იზვესტია და პრავდა. ერთადერთი ორი გაზეთი იყო დედამიწაზე, რომელიც ყოველდღე გამოდიოდა. იდეოლოგიური ქვეყანა ხო იყო. და ამ ესე ვთქვათ, გაზეთში ყველა ახლა დაეწაფა რა წერია. აბა კი ამგერმა მიიღეს გადაწყვეტილება, მაგრამ წერია თუ არა აქვს. და იქ წერია, რომ ჩატარდა ეს მოსკოვი წერს, ამას ჩატარდა და ამ კანონის ესე შეტანა ჩაითვალოს მიზანშეუწონლად. მიზანშეწონილად კი აქ დადგენილება მიიღეს მიზანშეწონილად ცელესააბრაზნი. აქ ნიცელესააბრაზნი ჩაწერეს. ამაზე ატყდა მე ერთი, მაგრამ უკვე ხალხი ესე დაშლილი იყო რაღაცა იქეთ. როგორ ვრცელდება ინფორმაცია მაშინ, აი რომ ხალხი ან თუ ამ ამბავზე დღეს ჭირს ინფორმაციის გავრცელება და მაშინ როგორ ვრცელდება ასეთი ტიპის ინფორმაციები,
რომ ხალხი თქვა რაღაცა კანონს მიიღებს კომუნისტები ამაზე რომ აღელდეს და მიტინგი მოაწყოს და ასე შემდეგ. ახლა თავიდან მაგალითად ოდესაც 88 წლის ნოემბრის შიმშილობა რომ დამთავრდა და უკვე დავიწყეთ ეროვნული მოძრაობის ხალხმა სიონში იკრიბებოდა ხალხი. სიონში ეს ვინ ჩამოგითვალე ეს გვარები და გამოდიოდა გაზეთი ქართული ქრონიკები. მახსოვს ირინა სარიშვილი არიგებდა მე გამოვართვებდი ამას წამოვიდა უკვე ქუთაისში ვარ გადმოსული და ჩამოვდიოდი არა რამოდენიმე მას პარტიას გამოვართვებდი ირინა სარიშვილის ამ ქართული ქრონიკები და ქუთაისში ვარიგებდი კიდევ წითხულობდნენ და ასეთი პატარ-პატარ მამული გამოდიოდა გაზეთი კიდევ და პლუს კიდევ დაიწყო რაღაც გარკვეული დროის დათმობა ტელევიზიაში ოპოზიციისთვის. უცმობდნენ დროს კომუნისტები რაღაც დროის დათმობა მიეცათ საშუალება და ამას იყენებდნენ და პლუს კიდე მიტინგები რო ტარდებოდა, აქ ვრცელდებოდა ეს ძირითადად. ჯერ 9 აპრილი არ არის მომხდარი. არა, ეს ნოემბერში, ეს 88 წლის ნოემბერია, მაგრამ რო ჩამთავრდა 88 წლის ნოემბერი, ახლა მე უკვე ქუთაისში ვარ გადმოსულ და თბილისში ხშირად მიწევ და სულ ჩამოვალ ამგენთანა ვარ. ხო და ცოტა დაიწყო რეპრესიები პატიაშვილი. მაგალითად ნოდარ იმნაძე ბათუმში რაღაც პროცესები მოხდა იქ ცემეს თუ რაღაცა და გამოიქცა ბათუმიდან. ნოდარ იმნაძე იყო აჭარის ესე თქვა ლიდერი მაშინ. ეროვნულ მოძრაობის. დაახლოებული გამსახურდიასთან წერეთელთან და ნოდარ იმნაძე ჩამოვიტანა ამბავი რომ ასე და ასე გამიკეთესო. ხო და წერეთელმა ატეხა ამბავი შეიგრიბენ მეცნიერებათა აკადემიასთან ხო და ითხოვდნენ პატიაშვილთან შეხვედრას და ტელევიზია გადაუკეტეს. ეს არის დეკემბერი დაახლოებით. მაგრამ უკვე ცოტა ხალხი შეიგრიბა, იმიტომ რომ ეს მუხტი გადარებული იყო, უკვე ჭირდა. ხა წერეთელის სიტყვები, წერეთელს მიყავდა ძირითადად პარადი მიტინგებზე, იმიტომ რომ მაგარი ორატორი იყო. მე ასეთი ორატორი და ხორიძე იყო კიდევ ერთი. ორატორი, ასე ძლიერი ორატორები. ხო და იცახო და ხალხო ხვალე მოდით, რაც შეიძლება ბევრი უკვე დაიწყეს რეპრესიები იქეთ აქეთ და ვიხელთეთ რომ და ნოდარ ეს იმნაძე იქ იყო და მე და ერთი ჩემი მეგობარი ჩვენ მუშტაეთის ბაღიდან მე მუშტაეთის ბაღში ვიყავი ახლა იქიდან ვეზიარე ასე თქვა პოლიტიკას თავიდან. აქ გუშემატკივრების იგი იყო, მაგრამ მე ცოტა პოლიტიკური გახდა. მე და რა მოხდა მოგვიყვა ეს ყველაფერი ახლა რა იყო როგორი იყო ის და მე მოვიდა თენგიზ ბუაჩიძე. იყო ასე გამომაშინე. ბუაჩიძე და იგი შეპირდა წერეთელს რომ ავიდოდა და პატიაშვილს დაელაპარაკებოდა და ეს ო მე მესმოდა პატიაშვილს ეს ბუაჩიძეს რო ელაპარაკებოდა წერეთელი და დამეტანია უკვე ახლა ჩვენ მას ვერ მოვიწვევთ ხო ამის შემდეგ დაიწყო გასვლითი დეკემბერში უკვე რეიდები რეგიონებში. ქუთაისში წამოვიდა ესე ვთქვათ ნაწილი მოხდა აქ 1-2 დააპატიმრეს. მე ქუთაისში გაიმართა მემორიალთან დიდი მიტინგი და ეს იყო პირველი მერცხალი ქუთაისის ეროვნული მოძრაობისთვის და უკვე ქუთაისში შეიქმნა სხვადასხვა ჯგუფები პოლიტიკური მოთამაშეების ესე გამსახურდიას მომხრეები ცალკე, მაგრამ გამსახურდია, ჭანტურია და წერეთელი იყვნენ ერთად. მაშინ. ხო და ერთი პოლიტიკური ძალა იყო ასე ვთქვათ. ხო და ყველა ეს ქუთაისში ვინც ვიყავით ერთად ვიყავით. გაფიცვები იყო თუ რა იყო, ეს იყო ყველაფერი ერთად იყო. შემდეგ 89 წელი რო დაიწყო დადგა დავითობა 8 თებერვალი აი ამ რეპრესიები უკვე დაიწყო ცოტა მძვინვარება რეპრესიება ამის პროტესტის ნიშნად დავითობაზე გადაწყვიტეს უნივერსიტეტის ეზოში გამართული იყო დიდი მიტინგი მაგრამ ხელისუფლებაც და წამოვედი მე ქუთაისიდან მაშინ ჩამოვედი შოუვერტი ახლა ხო და ძალიან მომზადებული დახვდა ხელისუფლება ესე იგი ვიღაც პროვოკატორები მოიყვანეს რომ მიტინგი ჩაეშალათ და ითხოვდნენ ახლა ბევრი ხალხია შეკრებილი უნივერსიტეტში არ ეტევა ქუთაისის თუ თბილისის უნივერსიტეტში თბილისის არ ეტევა ხალხი და გას ახლა კოსტავა გამსახურდია წერეთელი ჭანტურია ბათიაშვილი ხუხუნეიშვილი ესენი განან ახლა ხო და ვიღაც ადის და ითხოვს მომენტ სიტყვა ეს იყო პროვოკატორია და ყველაფერი გააკეთა ხალხმა გადაუკეტეს გზა არა უშვეს ტრიბუნალზე და პოლიცია ცდილობდა რომ მიეშვათ ეს რაღაცა პასუხი გაგცეს ჩვენ იმან ამაზე რაღაც ხო ის ენაცვალი არა და რაღაცა რომელაც ეროვნული მოძრაობის ლიდერთან პრეტენზიები ქონდა ახლა მოვიდეს ხელისუფლება და გვითხრას რატოა რეპრესიები და მიდის თან დავითობის იმარი არ მოდის არავინ არ ელაპარაკ გაგრძელდა ღამის 12 საათი მოვიდა ღამის პირველი საათი წერეთელი იძახის და გამსახურდია არ დაიშალო და ვატყობ უკვე ესე იგი ღამის 3 საათია შემოეცალა ხალხი ახლა მიტინგს უკვე შემოეცალა ხედავ ეს გადაცმულები ეგენი მეტი არიან უკვე ვიდრე მომიტინგეები ახლა
უშიშროების ხალხი ეთყობა და რაღაც მოხდება, ვფიქრობ, დაჭერები და მოვიდა შადური იყო ასეთი მინისტრის მოადგილე. და ეუბნება ირაკლის მოდ დავილაპარაკოთო რა. წერეთელს ეუბნება დავილაპარაკოთო. გაჩერდიო, გაშალე მიტინგი. მაშინ მომეც პირობა გაჩერდებით თქვენцо, მამედანი იგი. მოვიდა კოსტავა ჩაერთო ლაპარაკში. გამსახურდია დგას და არ მოდის სპეციალურად არ ელაპარაკება, ამას გაბრაზებულია, ხო და ეგეთ არის. აი შადურმა უთხრა, დედა შენ დავილაპარაკო, დაშალე ახლა შენ მიტინგი და მე ყველაფერს გავაკეთებ იქ და გამოვიდა მერაბ კოსტავა, წაიკითხა მამაო ჩვენო, დავიჩოქეთ ყველამ და ასე დამთავრდა ეს და უკვე ცოტა მომძლავრდა ახლა სიტუაცია ამ შიშებმა გაიარა, მაგრამ მანამდე იყო კიდევ ერთი ჩამოსული ვარ თბილისში და ამ რეპრესიებთან დაკავშირებით მოითხოვა გამსახურდიამ კოსტავამ წერეთელმა ჭანტურიამ ტელევიზიაში გადაკეტილია ტელევიზია. მოგვეცით სიტყვა არა ეს ვერ გავცელდა და სულ რაღაც 20 კაცი შევიდრიბა ტელევიზიის წინ მაშინ სანებლიძე იყო თუ არ ვცდები ტელევიზიის უფროსი თუ არ ვცდები თუ ბოგელი არ მართობს სანებლიძე და არ უშვებენ ახლა იქ ეხლა დაცხარე დებატები მიდის და ჩამოდის ერთ ჭანტურია უთხრეს ერთ-ერთი ამოდითო და ავიდა ჭანტურია და ჩამოვიდა გაბრაზებული არ გვაძლევს ეთერს იქეთ არქეთ და მთელი ტელევიზიის თანამშრომლები ჩამოიყარა აინტერესებდა ვინ არიან ეს ეროვნული მოძრაობის ლიდერები. ეს არის 88 წლის დეკემბერი. ესე ზედმეტად არ იცნობენ ახლა ეს მამასახლის იყო ერთი კალი გადაცემები მიყავდა მასაკიანი კაცი იყო და რეიტინგული გადაცემა მომიახოვდა მახსოვს მე ჩემთან მოვიდა და გამსახურდია რომელია უმითხარი. მეუბნები აი ეს არის მით გამსახურდია. წავიდა უყურებს ასე აფხალია. ესე დაინტერესებდა ახლა. შემდეგ ახლა ქუთაისით გავაგრძელებ ყველაფერი აქ მშვიდობიანად მიდიოდა არ იყო არაფერი დაპირისპირება და ესეთი რაღაცები მაგრამ 1000 კომუნისტები აქ არ ერტყმევინებიან ქუთაისში ძალიან ისეთი არა ცოტა ჯერჯერობით არ არის მასე დაძაბული სიტუაცია იყო რაღაცეები ახლა მაგრამ არ მინდა იმაზე ლაპარაკი და 1988 წელი არის მარტის თვეში ტარდება ეროვნული მოძრაობის შეკრება ფილარმონიაში. ეხლა ქუთაისში ვარ და ტელევიზიით უყურებ ამას. ყველა ესე იგი არის უკვე კოსტავა გარდაცვლილია. მოდი შემეშალა და ჯერ 9 აპრილია წინ. 9 აპრილია ჯერ წინ. ხო, ჯერ 9 აპრილია შემეშალა. 9 აპრილი რას ცვლის აქ და როგორ ქუთაისში როგორ იგრძნობა 9 აპრილი? აი ამას გეტყვი ფილარმონიის შეკრებას. ტარდება და უკვე გამსახურდია ყველაზე რეიტინგულია და ის თავმჯდომარეობს ამ მე ვერ ჩემი მეგობრები ვერ შევიდნენ დარბაზში გარეთ იყო ხალხი კიდევ. იქ ჩატარდა და ყველა ერთიანობა იყო აბსოლუტურად. მაგრამ შვა სკდომა არის და რატომღაც მოიკითხეს ჯაბაიოსელიან. მოვიდეს ეს კაცი მინდა რაღაცა გითხრას. და მახსოვს შემოდის დარბაზში და შენო ევროპ ფედრიონის ასე და ისე და მახსოვს ცოტა უკმეხი ლაპარაკი წავიდა მაშინ. გამსახურდიასა და ჩაბაშოვის რაღაცა. და მივხვდი რომ რაღაცა უკვე იძაბება სიტუაცია. ეს არის მარტის, თუ თვალწები 30 მარტია. რაღაცა ფორუმი ჩატა. იქ შეთანხმდნენ რომ შეიქმნებოდა ფორუმი, სადაც შევიდოდა არა მარტო ეს პოლიტიკური ძალები, ყველა პატარ-პატარა პოლიტიკური ბანდი იყო თავისუფლება პარტია კიდო და რაღაც რესპუბლიკელებიც ხო იყვნენ კიდე. ილე ჭავჭავაძის საზოგადოება ამგენთან ვერძობს. ახლა ცალკე. ამ ორომ ტრიახშიც არ მონაწილეობს. ვინა მაგის ლიდერი? ილე ჭავჭავაძის საზოგადოება. ფაბრიკო ჩხეიძე და ჭავჭავაძე. ესენი არ არიან ამათ. ხო, არ არიან რა მონაწილეობა. უკვე ქუთაისშიც ყველა ემზადებით რომ ეს ფორუმი შეიქმნას უკვე და ერთიანი რაღაცა და იქ მეცნიერებათა აკადემია უნდა შევიდეს 10 კაცი, უნივერსიტეტიდან ერთი 10 კაცი ჩამოთვლილია ასე და ასე ისე. მოწმედი ცაზე მეხი გავარდებაო ქუთაისში, უცებ ხდება გახლეჩვა დიდი. აი ამ არ შემდგარი ფორუმის. გამსახურდია გადის ცალკე ქმნის გვალმაგიდას თავისუფალ საქართველოს და ესენი ჩემიან და ეს ახლა ამგეს ეს ეწყინა. გამსახურდიას გარეშე ვერ წარმოვიდგენიათ ახლა და ჩვენ დროს ვაძლევთ მაგას დაბრუნდეს და ჩვენ რო შექმნეს ის ჩამონათვალა და იქ დატოვეს გვალმაგიდის ადგილი. მაგრამ კიდე ამათ მოულოდნელად გამსახურდია აცხადებს რომ ღებულობ არჩევნებში მონაწილეობას.
ხარჩევნები მაშინ უზენაეს საბჭოს არჩევნები კომუნისტების დროს სავალდებულო იყო 4 წელიწადში ერთხელ. კი ახლა ის როგორი არჩევნები ტარდებოდა ვიცით, მაგრამ მაინც უნდა ჩატარებული იყო. ეს უწევდა თებერვალში, მაგრამ თებერვალში ეროვნულ მოძრაობამ ჩაშალა. იმიტომ რომ ისეთი კანონი იყო იქ მოხდებოდნენ ძირითადად ეს. და გადაიდო ეს არჩევნები და უწევს ახლა შემოდგომაზე. არჩევნები და განაცხადა, მაგრამ ეს იყო ძალიან მოულოდნელი როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილისთვის. ძირითადმა თანხმობა განაცხადა მაგალითად სახალხო ფრონტმა, მზადყოფნა გამოცხადა რუსთაველის საზოგადოებამ, რესპუბლიკელებმა და ბევრმა პარტიებმა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა უარი. მაგრამ ასე არაო ლიდერები ამბობენ ეროვნულ მოძრაობის ეს უნდა მოხდეს იქ არ იყო პარტია ნახსენები კანონში. რუსეთში აირჩიეს მანამდე უზენაეს საბჭო ელცინი რო გახდა, მაგრამ პარტიული არ ჩატარებულა, ჩატარდა მაჟორიტა ზოგიერთ ცნობილ პიროვნებას შეაგროვებდა ხელმოწერებს და შეიძლება მოხვედრილიყო იმაში. მაგრამ პარტიული არ იყო და ჩვენ ვიტყოდით მოკლედ ხო ხარ კომუნისტური პარტია, შენც მიიღე მონაწილეობა, გამართვის სახელი მეც და ასე და ასე. ვინ იყო ამის მომხრე? არავინ. იცოდნენ ეს საფრთხე იყო, მაგათაც წავიდა დიდი წინააღმდეგობა. ახლა დაგვევალა ჩვენ ქუთაისში მოვაწყობ გაფიცვები. დავიშლებოდით ბიჭები ზოგი ავტოქარხანაში, ზოგი ელექტრომექანიკურში და აი გაფიცვებ გამოვყავდა ხალხი მიტინგზე. ჩავატარებთ მიტინგს გვინდა დემოკრატიული არჩევნები, მრავალპარტიული. ჩვენი ლოზუნგი იყოს მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნები. არა. ბოლოს აი მითი არის მაგალითად სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვაზე, რომ ახლა 10 კაცი რო გააჩერდა კითხვა მაშინ რომ გადააკეთე სამტრედი გეტყვის რომ რუსეთს შეუჩერეთ თვითონ არ გვინდა რუსული პროდუქცია და მითო გადავკეთეთ. ეს არის მითი. გადაწყდა რომ რახან ვერ გაჭრა ამ გაფიცვებმა, რახან ვერ გაჭრა აი ამ მიტინგებმა და არ დაიხია ხელისუფლება. მრავალპარტიული არჩევნების ითხოვთ. ვითხოვთ მრავალპარტიული არჩევნების 300 კაცის მაგივრად 200 კაცს. ესე იგი 200 მრავალპარტიული ასეთი ლოზუნგები იყო ესე. ხო და სხვა გზა აღარ დაგვშებაო გამსახურდია თქვა, უნდა გადავკეთოთ სამტრედიის რკინიგზა რომ აიძულოთ ეგენი წამოვიდნენ ამ დათმობაზე. ახლა ჩვენ შევშინდით ახლა სამტრედიის რკინიგზა გადაკეთდა, მაშინ არ გადაკეთდა სამტრედიაში რკინიგზა ჯერ არსად. მაგრამ ბრძანება წავედით დავჯექით რკინიგზას. ზვია ძიძიგურიც რო არის ეს ის არის. ძიძიგურია ლიდერი. მაგას ვიყავს პარადი. ის ვაშაკიძეების ძმები მოდიოდნენ, მაგრამ გვიყურებდნენ და ამონაწილეობდნენ ამ იმაში, აი შევიწოდეთ. მაშინ ისინიც ეროვნულ მოძრაობაზე ჩალიჩობენ, ესე რომ ვთქვა. ხო, ფედრიონი ახლა ეროვნულ მოძრაობა თვლიდა. ფედრიონში მაშინ არსებობს ფედრიონი და ესენი ფედრიონში არიან. ხო, ახალი შექმნილი. ხო და ახლა ბათუმიდან იმნაძია ჩამოსული, გურიის ხალხი, მთელი საქართველო მოიყარა თავი. ახლა სად იყო ამდენი ადგილი და ვაგონები ხო იყო გაჩერებული ახლა იქ. აი დებოში, ამდენი ვაგონი გვეძინა დასაძინებელი კი მქონდა. ჩვენ ახევარი გავატარეთ რაღაც ამ ვაგონებში. ყოველღამე მიტინგები იყო და არის სამტრედიაში, ხო. მაგრამ უკვე პრესაში იწერება, საბჭოთა პრესაში უკვე რომ რაღაცა გლახამბები ხდება. ხო და ხელისუფლებას დუმს და არის ლაპარაკი რომ უკვე მოდის მესიჯები რომ აპირებენ მეორე 9 აპრილის გამეორებას. და ამაზე ატყდა ღამეს თელი სამტრედია გავაღვიძე, გამოვიდა თელი ხალხი უკან, რაღაც მოდის ბრონირებული მატარებელი რომელიც გაივლის და რა ვიცი რა ჭორები დადიოდა, მაგრამ არ დავიხიეთ უკან არავითარ შეკვეთა. ძალება იყიდა და სანამ წავიდა თბილისში მოლაპარაკება. გამსახურდიასა და გუმბარიძეს შორის და ჩაიშალა. ჩვენ გვეგონა უკვე უნდა ავდგეთ, ავიდეთ და გვიზა იქიდან გვირეკავე რომ არ ადგეთ, გრძელდება. კიდე გრძელდება. ავაგრძელეთ, გადაკეტილია. ესე იგი, ისე მოხდა რაღაც პარალიზება, ძალიან დიდი პარალიზება, წვირთების გადაზიდვის და საფხულის ხელი დღეებია და მოვიდა ბრძანება, მოდიან კიდე მოლაპარაკებაზე, იმართება უზენაეს საბჭოს სესია, კომუნისტების საბჭოს და დასწრებას თავაზობენ და განვიხილოთ ეს თემა. თუ პლენუმი იმართება, არ ვიცი. ავიყარეთ სულ ყველა ამ სამტრედიაში ვინც ვიყავით, დავტოვეთ რაღაც ნაწილი, ესე იგი. და ჩავედით კი გააივსო ეს რუსთაველი, უზენაეს პარლამენტის წინ გააივსო და დაუძახეს ამგენ შევიდნენ და მიდის ცხარე მოლაპარაკება და გამოვიდა გამსახურდია თქვა რომ ვარზე არიან. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ეს გაგრძელდა სულ რაღაც 5 წუთი. და 5 წუთში კიდე დაუძახეს. შევიდნენ და გაგრძელდა 1 საათი ჩვენ ამ სიცხეა, როგორც ახლა დღეს ის
ასე ვსწავლავთ ამ რუსთაველზე და ერთი პატარა ისიც წავიდა უკვე ფიზიკური ზემოქმედებაც უკვე. პოლიციისგან? არა, მიტინგებიდან წავიდა ახლა, იმიტომ რომ 9 აპრილი მოხდარია უკვე. ხო და პოლიცია უკვე მორიდებულია. უფრო მეტად პარადი მიყავს უკვე არაფორმალებს ასე. ხო და წავიდა, ცოტა ქვების სოლაც წავიდა, მე ვიღაცებს ზოგიერთ დავინახე გარბოდა. უკლიდან პარლამენტის უკან ეზოდან და გამოვიდა. გამსახურდია და განაცხადა ჩვენ დავიმარჯვეთ ურჩხული დამარცხებული. მისი ზუსტი სიტყვები მახსენდება. ატყდა რა იგულისხმებოდა ამაში? დათანხმდნენ არჩევნებს? დათანხმდნენ მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებს. კანონი დაიწერებოდა არჩევნების შესახებ, პროექტი იყო და ისინი თავაზობდნენ სხვა პროექტს და პროექტის განხილვები მიდიოდა. მაგალითად ქუთაისში თემურ შაშიაშვილი ცოტა გულიანად მიუდგა ამ თემას და თქვა რომ მოდი ხვასია თქვენ მასე იძახით, ჩვენ მასე ვიძახით. მე გამოვყოფ ჯგუფს აღმასკომიდან 5 კაციან შემადგენლობას, თქვენს გამოყავით 5 კაციანი შემადგენლობა, ჩამოვიაროთ ორგანიზაციები, ავტოქარხანა, ელექტრომექანიკური, ლიტოფონი ესენი და შევხვდეთ მოსახლეობას და მოდი მოსახლეობამ გადაწყვიტოს და ასე. ამ 5 კაცში მეც ვიყავი ჩაწერილი. ხდებოდით ერთი 10-15 შეხვედრა ვქონდა, მე ბოლოს რადიოში იყო შეხვედრა, მე გაზეთ ქუთაისში და მიდიოდა ცხარე დებატები. შაშიაშვილის დადის ამ შეხვედრაზე? არა, თავისი ხალხი გამოიქვა ეს. მაგრამ ერთადერთმა გააკეთა მაგა დაწყვეტილება, სხვას არ გაუკეთებია რეგიონებში ამნაირი. დებატები გამართა, ასე ვთქვათ, ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ჭკუაზე დავჭით, ისინი მიჭკუაზე დავჭით, მაგრამ ბოლოს ხო მკითხარი გამოვიდა, მიიღო ეს კანონი და მაშინ მოხდა პირველად პარტიები ამ კანონმა მოახდინა პარტიების რეგისტრაცია. ჩვენ კი ვიყავთ ახლა წმინდა ელემენტ საზოგადოება ჰელსინკის კავშირი და ასე შემდეგ ასე, მაგრამ რეგისტრირებული არსად არ იყავი, არც იუსტიციის იმაში არსად. ხო და ამ კანონმა დაარეგისტრირა ეს, მათ შორის დაარეგისტრირა კომუნისტური პარტიაც. ხო და ჩატარდა, ესე იგი კომპრომისი გაკეთა არჩევნების იმათ დაინიშნა ჯორდანია ერთი კაც რომელიც არ მახსოვს მის სახელი. ჯორდანია იყო მოადგილე სიგუა. სიგუა როგორც ძვირადის წარმომადგენელი. ხო, არ როგორც რუსთაველის საზოგადოების წარმომადგენელი. რუსთაველის საზოგადოების. ნუ ოპოზიციის ესე. ოპოზიციის ასე. მაგრამ ხო იგი ისინი იყვნენ ცოტა კონიუნქტურული ოპოზიცია შედარებით. არა, უფრო რადიკალიზმს არ აწვევებოდა. ხო და დაიწყო ამითი წინასაარჩევნო კამპანია. დაიწყო. როგორია ეს კამპანია? ტექნიკურად როგორია მათ შორის? მაგრამ გეტყვი ახლა, ეს ძალიან ბევრს არ მოეწონა. ამით იგრძნეს უკვე რაღაც. ასე იყო თუ ისე იყო. ხო, ხელისუფლების ესე ვთქვათ, ხელისუფლებიდან გასვლის პრობლემა არ ქონდა. მაგრამ კი გითმობდნენ, როგორ ახარ კი გენაცვალე, აქეთ იქნება ხელისუფლების დათმობაზე არ იყო ლაპარაკი. ახლა უკვე იგრძნეს, რომ რაღაცა მოდის და იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც ვარი განაცხადეს, ხო, იმგენმაც იგრძნეს, რომ მანამდე ახ როგორ იყო, იცი? აი 9 აპრილის შემდეგ როგორ იყო, იცი? მაგალითად ქუთაისში იყო, აი ქუთაისს გეტყვი ახლა. 10 ოფისი იყო და სხვადასხვა პარტიების, ხო? რომელ ოფისს დაჭირდებოდა მანქანა მე წრება მაქვს, თბილისში მივდივარ, ეს დარეკავდა, აღმასკომში გამოვყოფდა, მანქანას მიდი, ესე იგი, წინამდებობას არ გიწევდნენ, მაინც გეფერებოდნენ და ესე ვთქვათ, მთავრობა გამოყოფდა მანქანა. ხო, მთავრობა, ხო ეგრეა, აბა კი ბატონო, რამე გინდა ხი, მიტინგი გინდა, აგერ მიკროფონს დაგითმობ და ადგილს და რაღაცა და ფაქტიურად იგრძნობოდა, რომ ძალაუფლება იყო, ერთი 10 ძალაუფლება იყო ქალაქში. ხო და ეს არჩევნები რო ჩატარდებოდა, ერთი ხო გაიმარჯვებდა. და დამთავრდებოდა ყველას ძალაუფლება და იქნებოდა ერთი ბოლო-ბოლო. ეს მეც არ მოეწონა. მითხრა რომ ისე ვთქვათ ჰეგემონია მთავრდებოდა. ჰეგემონია რომელიც იყო დაახლოებით 1 წელიწადი 9 აპრილიდან არჩევნების 1 წელიწად ნახევარი. ხო, ნახევარი. ახლა დაიწყო დაძაბულობა, სროლები ალბათ თქვენ გადაცემებს რო უყურებთ, რუსთაველის სროლები მოხდა ისიც ალბათ იმელის შენობაში. რამ გამოიწვია? რამ გამოიწვია და გამოიწვია, ესე იგი, ჩაშლა უნდათ არჩევნების ისიც. არჩევნების ჩაშლა უნდათ? ხო, ჩაშლა უნდათ. ანუ ეს ფორუმის ხალხს? ზოგიერთს იქიდან, ყველას არა, ფორუმში ძალიან ბევრი ხალხი იყო. იმათმა გადაწყვიტეს სხვა არჩევნების ჩატარება. აი მათი პოლიტიკა რა იყო, რომ თქვენ რა არჩევნებში მონაწილეობთ? ჯერ ერთი რომ წააგოთ თქვენ უკვე დააправებთ კომუნისტებს
ჩვენ იმას ვეღარ შევეხებით 5 წელიწად იტყვის არჩევნებში გამარჯვებული ვართ, ეს ერთი. მეორე, რომც მოიგოთ, აგერ ჯარი დგას, გასაღები მის ხელშია, საზღვარს ვერ გადაკვეთა, მაინც და იქნები ბუტაფორია ხელისუფლება. და აზრი აქვს ამას ჯობია გამოაცხადოთ ეროვნული დაუმორჩილებლობა. როგორც გააკეთა ეს ვთქვათ, მაგაფია, ნერუმ და იმან მაჰამად განდიმ გააკეთა ინდოეთში. ამას ამბობს ფორუმის ხალხი. ამას ამბობს ფორუმის ხალხი. მაგრამ ჩატარდა არჩევნები და ნახეს რომ იგი მერე კი მოუნდათ მე მომდენ არჩევნებში თუნდაც გაიყოფილაო მერე კი. ხო, თვითონაც ხო არჩევნები ჩაატარეს რაღაც. ხო, მანამდე მაგათმა გადაწყვიტეს, რახან ფორუმი არ შედგა, ჩაეტარებიათ კონგრესის არჩევნები, ესე კონგრესი რაღაც ორგანო იქნებოდა, რომელშიც შევიდოდა, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში. დარჩენილი ნაწილი ეს კონგრესი იქნებოდა, ასე ვთქვათ, ლიდერი ეროვნული მოძრაობის. ის თუ იტყოდა დაუმორჩილებლობა, გამოაცხადოთ, გამოცხადებოდა დაუმორჩილებლობა, თუ იტყოდა სხვა რამეს და იქნებოდა ასე ვთქვათ მამოძრავებელი ძალა. ჩატარდა ეს არჩევნები და ერთ ეპიზოდს მოგიყვებით ჩვენთან მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და დავდივართ რეგიონებში ვანში ვიყავით დადის ზვიად გამსახურდია ჩვენ დავყვებით უკანათ ეს ძიძიგური ვერ ჩიყავს კიდე ძიძიგური იყო ძალიან ახლოს ზვიადის ხო და ეხლა ვართ სენაკში დაღამდა ხო და მე წამოვედი ადრე წამოვედი ქუთაისში ჩამოვედი და გადაწყვიტეს რომ ღამე გაეთია გამსახურდია სამდრედიაში მივიდე სასტუმრო ერთ სასტუმროი ორი სასტუმრო იყო სამდრედიაში და იგენეულებენ ადგილი არაო არ უშვებენ ამას ბაჩუკი გვანცელაძე იყო ერთი რომელსაც რა ვქნა წამო ქუთაისშიო ამას მირეკავდა მე ტელეფონზე მაგრამ თურმე მეძინა ვერავირე ყურბილი ხანა საქალაქო ტელეფონზე ხო და გადაწყვიტა პანსიონატი იყო ქუთაისში ერთ პენსიონერების პანსიონატი სადაც იყო ეროვნული მოძრაობის ეს თქვათ მომხრე მუშკუდიანი დირექტორი. ხო და მიაკითხა იმას პანსიონატში და უთხრა ასე ზვიადი მახლია, ცოლთან ერთადაა ზვიადი, ბავშვები ახლია ეს ორივე და დაცვა. და კიდევ ახლა თანხლები პირები. რას ლაპარაკობო იმან? გააღო ყველა კარები, მოათავსა ეს ზვიადი თავის მეუღლით და ოჯახით მოათავსა იმაში და ჩვენ დაბინეებას დავესწარით ახლა ხო და დილასო გათენდა ადრე დილით მივედით რომ უნდა ვისაუზმოთ ახლა ესე იგი ამ პიროვნებამ უშკუდიანმა გააწყო სუფრა ჩიტის ზიარატი სუფრა იქ არის ლიაკაცაძე ცალკე თემაა ეს ეროვნულ მოძრაობაში ახლა რო ამბობენ გამსახურდია და პოსტავა და ესე ქალებში ლიაკაცაძე რა საოცარი ადამიანია მაგი ასე ვილაპარაკეთ ცალკე თემაა ლიაკაცაძე. ხო ლიაკაცაძეა იქა მე ვარ ბაჩუკი ესე ვართ ერთი 12-13 კაცი. ახლა ამ დღეს მიდის კონგრესის არჩევნები. ხო და აი ესენი ახლა გამსახურდია მისი ოჯახით მიდით კონსტანტინობა იმართება აბაშაში. ხო გაათია ღამე. მე უნდა წავიდეს აბაშაში ამ საუზმის შემდეგ. ხო და მოვარდე ჩვენი მომხრეები ახლა იცოდნენ იქ იყვნენ ხო და სუფრაზე შემოიტანეს რაღაც კონგრესი როგორ რაღაც ორი დღე გაგზელდა მაგათი არჩევნები. ესეთ რამე არ ხდება ახლა რომ პირველ დღეს ეთყობა და მახსოვს გამსახურდია ეს ჩაინიშნა ხა ეს რაღაც ხარვეზები და ხო და რატო ყვები ახლა ამ სუფრაზე რომ ზივართ ახლა ერთ-ერთმა წევრმა გამოთქვა გულისტკივი რა გააკეთეს ეს სამდრედიაში როგორ არ შეგვიშვეს რაღაცა და ზვიადი ასე მაგ ცოტა მოლაპარაკე კაცი იყო მას არ იღებს და ჩემ წინ იჯდა ასე და მომისმინეთ თქვენ რა გიქვით მაგები ხოხლო ჩვენო მოვდივართ ხელისუფლებაში და მაგენი მიდიან ჩვენ მოვდივართ მაგათ ადგილზეო და სასტუმროში ვარ შეგიშვა ის გიქვისო ჩვენ ყველამ დავაღეთ პირი რაზეა იცი ჩვენ ყველანი ფიქრობდით რომ ჩვენ მოვდივართ ოპოზიცია დიდი ოპოზიცია იქნება რა გამარჯვებაზე ვიფიქრობთ ხო გამარჯვებაზე ეს ისე დამაჯერებლად ხო ამან ესე ჩვენ მოვდივართ ახლა და მოემზადოთ ამის ესე ხო და გავხედეთ ერთი 5 წუთიანი სიჩუმე ჩამოვარ და უყურებდით ამ კაცს ესე იგი რომ ასეთი რწმენა რო ქონდა ესე იგი რომ დარწმუნებული თავის თავში რომ მოდის ხელისუფლებაში ამა თითქოს ახალი სიოდე დაბერა ახლა რაღაცნაირად ესე მე გავაცილეთ ახლა და მე პირველ ტურში ჩვენ ხო საგზნობი კარგი ავიღეთ მაჩვენებელი ავიღეთ პირველ ტურში ხო და მე გავარდა ხმა იმდენად წარმატებული იყო პირველ ტური ჩვენთვის ხო მე მაჟორიტარები რჩებიანი ზოგი მეორე ტურშია
და დარჩა მეც დავჭი, მე მეორე ტურში გადავედი. ქუთაისში 5 მაჟორიტარი იყო და მე გადავედი მეორე ტურში, მაგრამ დარჩა ყველა მოიგო. ლია კაცაძემაც მოიგო, დიაკონიძემაც მოიგო, მალხაზ დვალიშვილმაც მოიგო და საკანდელიძე ალბათ კეცოდინებათ. დიდი კალათურთელია ყველა დროის საუკეთესო კალათურთის ძმა ანზორ საკანდელიძე. შემდეგ ტელევიზორში გამოდიოდა ამ შენებლობებთან დაკავშირებით. ის იყო ერთ-ერთი მაჟორიტარი, კოსტავას საზოგადოებიდან. მანაც გაიმარჯვა. პირველ ტურში. მე დავჭი მარტო მეორე. შენი მოწინააღმდეგე ვინ იყო? ჩემი ერთი 7-8 კაცი იყო. არა, კომუნისტებიდან. თემური შაშიაშვილი. შაშიაშვილი იყო თქვენი მოწინააღმდეგე. და მეორე ტურში მოვგეთ? მეორე ტურში მე თემური შაშიაშვილი მაინც გასული იყო, მეხუთე იყო სიაში. მაგრამ ავტორიტეტი იყო მაშინ ელიტაში იქა და მან მოხსნა მე კანდიდატურა და ესე იგი ჩემთან ბიულეტენს ვაგდებდნენ, ესე იგი მარტო მე მხაზავდნენ და მეორე ტურში ასე. პირველი ტური იყო 58-35. თქვენ სასარგებლო ხო? არ მეყო 2%. ახლა მე ვილმომცა მე ქუთაისში ახლა ვილმიცნობდა ახლა და მე რა ვიყავი ქუთაისში ეს ყველაფერი მეც და ყველაც ამის ლოკომოტივი იყო გამსაკაც რომ მიდიოდა რომელია გამსავი ახლა მე ალეკ ვახვლედიას ვინ კითხულობდა ბიულეტენში ვინ იყო იქ ვინ კითხულობდა ხო და მეორე ტური ესე იგი გამოვიდა გამსახურდია ტელევიზორში და გავცელდა ეს გავცელდა ჭორო მე ამ მაჟორიტებსო თნობსო გამსახურდიაო აღარ უნდა იმდენი აიღო მან რას ქვიაო გამოვიდა ტელევიზორში და ჩამოყვა ვინც ვიყავი დარჩენილები მათ შორის მეც მახსენა ქუთაისში ალეკ ვახვლედიანს და გამოაგზავნა ხალხი ახსოვს გურამ პეტრიაშვილი ჩამოვიდა მისი ძმა რობერტ პეტრიაშვილი ბიურზა აფრასიძე ეგენი და მეორე ტურში ახლა ხო და მიტინგები ჩაატარეს და ასე გავედით ესე ვთქვათ პარლამენტში. ხო, პარლამენტი დიდი უპირატესობა. იქ რა ხდება და რატო იწყება რა იდეოლოგიური განსხვავება არის ზვიად გამსახურდიას გუნდში? მაგალითად იგივე ქარტია რო გამოეყოფა ჯერ კიდე სხვადასხვა ხალხი გამოეყოფა, მანამ სანამ აი აგვისტო და სექტემბერი და პუჩი და რაღაცა მოვა, აი პატარ-პატარა გამოყოფები გაზაფხულიდანვე იწყება. რა არის ამის რეალური მიზეზი? აი მაგალითად იგივე ქარტიას შემთხვევაში. გეტყვი. რა უნდათ განსხვავებული გამსახურდიასგან? გეტყვი ახლა, ესე იგი. ორი მითი არსებობს, რაც მე ახლა უსმენ და თქვენთან რომ მოდიან გადაცემაში და კითხვას არ უპასუხია რეალურად არის. სამტრედისკინის გადაკეტვაზე ეს რევერსია გითხრა თქვენ რაც მოგიწევთ. თვითონ დაახლოებით ვითხრა იმან ზვიად ძიძიგურმა თვითონ მითხრა რომ მეო რატო გადაკეტეთ ის მეთქი და პროპორციულად და სამართლიან არჩევნებს ვითხოვდიო მითხრა. ხო, სხვისგან არ გას, სხვა ყველა იძახის ეს ხო და მეორე მითია კომუნისტები რო დაითხოვა პარლამენტიდან, მაგას მე რეგეთქვი. ხო, ხშირად ეკითხები თქვენ რესპონდენტებს, რომ ესე რატო მოხდა იგი და არც ერთჯერ ნორმალური პასუხი არ გაუწია. ხო და კიდე ერთი მითი არსებობს, თქვენ ხშირად ეკითხებით, ამ გამოიწვია ეროვნული მოძრაობის ესე ვთქვათ დახლეჩვა, მაგრამ თვითონ კითხვა არასწორი, იმიტომ რომ ერთ სასტარტო სიტუაციაში აღმოჩნდით საბჭოთა კავშირი დაიშალა 15-ვე რესპუბლიკა, ბალტიისპირეთის ლიტვა, ესტონეთი, ბელარუსია, უკრაინა, მოლდავეთი, კავკასიაში, სომხეთი, მარტო შუა აზიაში იყო რასუდო იმას აკეთებდა. ყველგან შეიქმნა ეროვნული მოძრაობები. რუსეთში მათ შორის. რუსეთმა ჩვენზე ადრე გამოაცხადა დამოუკიდებლობა 90 წელს. ელცინმა. მაგის სხვა თემაა, მე შორს საუბრობს. ხო და ყველა არც ამ რესპუბლიკებში დაწყებული რო დაიწყე თავიდან ეროვნული მოძრაობა, ყველა დაიშალა სხვადასხვა მოთამაშეებად. მე და გახდა ეს კონკურენტები. არც აბა დამისახელი ბელარუსი აიღე ხა, უკრაინა აიღე, იქ მახსოვს მე ლანცბერგის დაუპირისპირდა სხვა ეროვნული მოძრაობები ლიტვაში. ეს ბუნების კანონი დემოკრატია, რა მე ისინი იშლებიან. ხო, მაგრამ გვალმაგიდაში ეგეთი რესურსი ხო არ არსებობს? ინტელექტუალური ეხლა მე ეს რატომ მოხდა გახეთქილება რო კითხულობ, ეს არის ბუნების კანონი. ეს რუმინეთშიც მოხდა. ხო, მაგრამ ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა ვიღაცას განსხვავებული აზრი და პოზიცია აქვს. არა, მეუბნება თავიდან ცარიელი ველია, იყო ყველგან რეჟიმი კომუნისტები, თუნდაც სოციალისტურ ქვეყნებში, მაგრამ რო წამოვიდა ერთიანი ეროვნული მოძრაობა, მე პოლიტიკური ველი უკვე რო გაიშალა, მე ისინი ოპონენტები გახდებოდნენ. არა, კი მე მესმის, ანუ მე ისიც მესმის, რომ გამსახურდია და ახლა ჭანტურია რო განსხვავებულაზეა მესმის, მაგრამ გვალი მაგიდით ერთად შესული ხალხი პარლამენტში ორ თვეში რა გასაყოფი. კი ბატონო, გეტყვი ახლა. პირველი ესე ვთქვათ, პირველი მოხდა ვაჟა ადამიანსა და გამსახურდიას შორის, რატომ ყველაფერი იყო საკადრო პოლიტიკის ძირითადი. ის ითხოვდა თავის კაცს, მაგალითად, იყო ზესტაფონში უდოდა პრეფექტად თავის არ გამოვიდა ის ითხოვდა ამან სხვა ჩათვალა საჭიროდ და ეს გაბრაზდა რაღაცაზე. მე ეს უხეშად გამოხატა პროტესტი და მე აგორდა და აგორდა.
ეს ვარიანტი. რაც შეეხება ახლა წმინდა ელია მარტ საზოგადოებას, რომლის წევრიც მე ვიყავი, ეს თედო პაატაშვილი იყო, მაგის ლიდერი, მერაბ ურიდია იყო, დიხამინჯია და ჩორგოლეიშვილი. და გველესიანი კიდო თამაზი. ჩორგოლაშვილი ხო? კონდა თქვენ მაგასთან. ხო, ეს მე ურიდიამ წარმადგინა გამსახურდია სამდესაც არჩევნები ტარდებოდა. გამსახურდიას გაევლო ყველას. ვინ იქნებოდა მაჟორიტარი, ხო? მე მახსოვს ურიდიამ გამახასიათა იმასთან ასე კი მიცნობდა ახლა გამსახურდია, მაგრამ ურიდიას მეტად ენდობოდა. ხო და იკითხა მაშინ ვინაა შენი მოწინააღმდეგეო და ეგიო და იქნება წააგებს ხო ახლა შემდეგ. ხოზე? ხო ახლა რო გაიგო შაშაშვილი იქნებოდა. ხო და მე როდესაც ყველაფერი მიდიოდა, ესე იგი კიდევ ერთი ნითი მინდა დავამსხვილო. გამსახურდია რომ მოვიდა, ხო? ჯერ ხო რეფერენდუმი ჩაატარა, ხო არგილოვი არჩევნები მაგრად მოიგო. შემდეგ პარლამენტში ჩატარდა არჩევნები და პრეზიდენტი გახდა. შემდეგ გამოაცხადა საყოველთაო არჩევნები, ხო? სადაც პრეზიდენტობის სადაც მონაწილეობა მიიღო დაირაზმა იქ ინტელიგენცია ადვაძის გარშემო. ვის გარშემო? ადვაძის გარშემო. ეს ძველი ესე ვთქვათ, ნომენკლატურის წარმომადგენელი იყო ადვაძე აიტაცეს ხელში და ადვაძე და ყველა მიმას დაუჭირა. მწერალი, მხატვარი, ყველა. საპრეზიდენტო არჩევნებში. და ადვაძე გახდა ნომერ პირველი, ესე ვთქვათ, კონკურენტი მაშინ ზვიად გამსახურდა. ძალიან დაძაბული არჩევნები იყო. და ადვაძეს ძალიან ბევრი უჭერდა მხარს ეს ძველი ნომენკლატურა. ხო და დამთავრდა მწყინვალეთ ეს არჩევნები. გაიმარჯვა 87%. ადვაძე მე 5%-იც ვერ აიღო. ის ეს რაღაცა. შემდეგ ელცინი ჩამოვიდა, იქ მოხდა შეხვედრა და ელცინგან გამეგობრება კიდევ რა იყო და ამ არჩევნების შემდეგ ახასიათებს არჩევნებს ალბათ იცი აი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება აქტიურია, მაგრამ როგორც კი გაიმარჯვებს ერთი დანარჩენები ხდებიან ინერტულები და აღარც ზალა შესწევთ და პატარა პაუზა ჭირდებათ რომ ხელახლა მოეგონ და უკვე ზაფხულია და გაზეთები და ყველგან ტელევიზია რუსეთი აცხოვრებს ასეთი წარმატება ესე პოლიტიკურ ბრძოლაში რაც გამსახურდიას მოუვიდა ესე დაამარცხა ყველა მოწინააღმდეგე გახდა პრეზიდენტი და არ ჩანდა არანაირად ასე ვთქვათ სერიოზული ძალა რომელიც თუნდაც პატარა მიტინგს ჩაუტარებდა ეს იყო რაღაცა წვერვალი ის კარიერაში მაგრამ მოწმენდით ცაზე მეხი გავარდება მოხდა ის ყუთში მოხდა მოსკოვში ყუთში მოხდა მოსკოვში და ახლა ეს ამბავი არ არის კარგად გაშიფრული ქართულ იმაში, ესე იგი. ფაქტიურად გამოაცხადეს იმება დამთავრდა ყველაფერი ლიტვა, ლატვა, ესტონეთმა გახსნა საზღვრები, ეგრევე რუსეთთან ჩაკეტილი იქნება. და მახსოვს მე საზღვრე დადგა იქ და თუ იმე გადაკეტავს საზღვარს, იმ წუთში ესროლეთო იანავის ბრძანება იყო. პრეზიდენტი ვიცი. ახლა ჩვენ თავისთავად ახლა შევშინდებოდით და მაშინდებოდით ახლა. აი გეტყვი ქუთაისის მაგალითს ახლა. მაშინ არჩილ კოსტავა იყო პრეფექტი. პროფესორი კაცი, თან გპ-ის რექტორი იყო, შესანიშნავი წარსულის და დიდი პიროვნება, მეცნიერი. მე ვარ მისი მოადგილე, მე პარალელურად თან უზენია საბჭოს წევრი ვარ, თან პრეფექტის მოადგილეც ვარ. ჩემთან კიდევ არიან ბლუაშვილი და ომარი ნიშნიანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ცნობილი პიროვნება. და ეს ჩვენ კაბინეტი გვაქვს, ახლა ვიკრიბებით ამ კაბინეტის ხდომაზე, ვიკრიბებით და ვითხრეს რომ მოდიან რუსის გენერლები და დახვდით. შევიკრიბოთ ახლა და შემოვიდნენ. ვზივართ ახლა ვინ ჩამოვთვალე ისინი ყველა. გერასიმოვი იყო დასავლეთ საქართველოს ჯარების უფროსი, სარდალი. მახსოვს მისი სახე ცოტა გაიგო. მოიყვანა ერთი ხუთი კაცი დაჯდნენ ესე, მაგრამ ჩვენ აქეთ დავჯექით და ახლა კოსტავას ელაპარაკებიან. ესე მაგრამ ვარჩილო რუსულად მიდის ლაპარაკი. ხდებითო ხო უკვე რომ დამთავრებულია ყველაფერი. კოსტავეულება მე რა ეროვნულ მოძრაობას მაინც ვერაფერი ვერ გააჩერებსო. შეიძლება რაღაც დროებით მოხდესო, მაგრამ თქვენ უგაქვთ მაგის იმედი. ახლა მაქსიმალიზ სალაპარაკოთ არ მოსულარო თქვენთანო. აბა რა გნებავსო და რაც იარაღი გავხდო, ხო, უნდა ჩაგვაბაროთ. და შექმნილი იყო უკვე ჩვენი პატარა საჯარისო ნაწილები, გვარდიები ისინი და ქუთაისის საღორიასთან ისინი და რაღაც იარაღები ჰქონდა, ხო და? და ჩაგვაბაროთ. ჩვენ არაფერი იარაღი არ აგვაქვს, კოსტავეულება. და ეგ კაცი უზეთ, ყობა დაზვერვის უფროსი იყო. კაცი უზის ახლა იქ ერთი ხუთი კაციდან ერთ-ერთი და დააძრო იმან. დავთარე. აქ ესა გაქვს აქ ესა გაქვს, აქ ესა გაქვს. გაძლევ დროს. ამას ჩაგვაბარ. ზედ გამოვიო.
გავშეშდით ახლა ჩვენად ვარია. იგელაპარაკება იცი დასავლეთ საქართველოს ნართულების სარდალი. რუსიჯარი აქ დგას მაშინ, ჩვეულებრივად დგას. მაგრამ ნენელა გადიან ის. აი ერთ ეპიზოდს მოგიყვები ახლა. არჩევნებისთვის რო ემზადებით, აი ვინც ახლა კანდიდატები ვართ. ხშირად გვიწევს თბილისში ჩასვლა რეგისტრაციაზე იქ. მაშინ ჩვენი ოფისი იყო მაჩაბლის ქუჩაზე, წერალთა სახლისა და ადრე ის იყო კომკავშირის შენობა. მერე გვალმამაგიდან ისინი გამოუშვა იქიდან და დაიკავა გვალმამაგიდან ეს. ყველაზე კარგი ოფისი ჰქონდა გვალმაგიდას, ასე ვთქვათ, მაშინ თბილისში, მაგალითად ეს ოფისი კიდევ ჰქონდა ჭანტურიას რუსთაველი და კარგი ოფისი, მაგრამ ამას ვერ ჯობდა ახლა ეს. და იქ ავარ ჩეკრებილები და მიდის ახლა ახალკაცი იყო დადიოდა ხშირად ძალიან იქიდან ის აკეთებდა ფედერაციას მაშინ. იქიჯდა სულ მუხრან მაჭავარიანი, ნოდარწულე ისკირი და ირჩეოდა ახლა. ჩვენ რაღაც საქმეზე თუ შევიდოდით, იქ გამსახურდიასთან იქ ოთახ სადაც ესენი ისწრენ ახლა თორე ესე შეგვიდა და უცებ გამოვარდება გამსახურდია გარეთ და ჩვენ კორიდორში ვგევართ. და ვიღაცას ეუბნება, მოდი შეიყვანს ოთახში და რაღაც ელაპარაკება. ჩხარა, ეუბნება. და ეს არის ალბათ ივლისის თვე, არჩევნებამდე არის 2 თვე დარჩენილი. და შევიდა ახლა შემიგრები, ამბით შეკითხები რა არის და რუსიჯარი ტექნიკა გაყავთ, ტანკები ესენი იყო და გამსახურდია გონება ააფეთქეთ, არ გაიტანონ არაფერი. ეს უნდა დაგჩეს ყველაფერი. მართლა წავიდნენ ნახოს ბიჭები დავალებში და ერთი ბიჭი დაიღუპა. დაიღუპა? ეს როლა ვის ეს როლა? ის გასვენება ბაღდადში იყო, გვარი არ მახსენდება, ბიჭი იყო. ასე ძალით დავატოვები ახლა მაშინ, მაგრამ ძალა მაინც იმდენი ქონდათ ახლა შენ რასი ზამდი და მე ჩვენ შეუთვალეთ ბიჭებს ვინც იყო გვარდიაში იმდენში გადაემალათ ტექნიკა რა. მე 3 დღეში თვით ეს ტექნიკა რუსებს? აბა ტოვებდნენ ხო? ნაწილი ტოვებდა, ნაწილს გაქონდა ახლა, მაგრამ მიდიოდა ჯახი, რო არ გაეტანა. ბრძანება იყო გამსახურდია, ხელისუფლებაში არ არის გამსახურდია. არჩევნები საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მაგრამ იძლევა დავალებებს, რომ ჩემ მოსვლამდე შეიძლება ანგელმა გაიტანონ მთლიანად ტექნიკა. ამიტომ შეუშალოთ ხელი. რო ტექნიკა ჩვენ დაგვრჩეს? რო ტექნიკა ჩვენ დაგვრჩეს. ხო, ესაა მიზანი, მეტი არაფერი. ტექნიკა ჩვენ დაგვრჩეს. და მე პუტჩი დამარცხდა, ახლა მაგ ცალკე თემაა იქ. სულს გონია თეთრი სახლი ვერ აიღო. პუტჩის დროს ზვიად გამსახურდიას ხშირად აკრიტიკებენ იმაზე, რომ ჯარი გააუქმდა და ეს რამდენად აუცილებელი იყო გადაყვანა თუნდაც ფორმალურად იმ ხალხის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, ვინ ჯარში ირიცხებოდა. ეს არის ყველაზე გავრცელებული კრიტიკა, რაც ამ თვალს არის. მაგას ესე იგი, ძირითადად მიზეზი რა იყო, იცი? სიგუა გაანთავისუფლა. არ უნდა რა სიგუა, ჩათვალო რომ სიგუა არ იყო ის კაცი, ვინც უნდა ყოფილიყო პრემიერი. მე დაამტკიცა სიგუამ, რომ არ იყო დიდი მენეჯერია. ხო და კიტოვანმა ჩათვალა, კიტოვანს ყავდა ხელში სიგუა და დაახლოებული. კიტოვანმა ჩათვალა, ჩემი დროც დადგაო. ძირითადი მიზეზი. პლუს კიდე ზემოდან რაც იქნებოდა და ეს მანამდე როგორც მე აირკვა, მანამდე საპირებდნენ ისინი უზენაეს საბჭოზე თავდასხმას. მაგრამ იმდენად პოპულარული იყო და წვეთი მასში იყო ზვიადი, რომ იცოდნენ რომ ხალხს ამას ვერ შეეგუებოდა, მაგრამ აქ ნახეს ვითომ მიზეზი ის რომ გამსახურდია იანაევს გაუგზავნა დასაპატიმრებელთა სია. მე ხო ბლეფი აღმოჩნდეს ყველაფერი. ეგ რას ნიშნავს წერილი გამოაცხვეს, სადაც იყო ჩამონათვალი ეს ოპოზიციის ნაწილი, ხო? ცოტაშორის კაკუასათიანიც იყო იმ სიაში. ესე იგი გახლეჩაგე. მე აღმოჩნდა ექსპერტიზაზე და მე დამტკიცდა რომ ეს იყო ბლე გამოგონული. რომ ეს ერთი ბრალდება და მეორე ახლა გვარდია არ ემორჩილებოდა იმას შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ რო ახლა სამხედრო იმათი ბრძანება იყო პირველი და სამხედრო არის მარტო საბტოკავშირის. არავით არის რომ გადაცემოდა ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამაზე ემოციებზე იმუშავდა, რომ ჯარი სხვა, პოლიცია სხვა, ემოციებზე, ამ ბიჭების ემოციებზე და დახვია კიტოვანმა ხელი. ესე იგი პუჩი დამთავრდა, გვეძახიან ჩამოდი, ულავიზეიმოთ, ესე იგი უკვე საბტოკავშირი ფაქტიურად ამითი თავდება ფაქტიურად, თორე ქაღალდზე რჩება. ქაღალდზე მე ბელავეშკი გაფონდა. ხო და ჩავდივართ აქვს პარლამენტში ხედავ რომ რაღაცა დაძაბული სიტუაცია. ყველა უხასიათოთა მე არაფერი არ ვიცი.
ამ მალხაზ დვალიშვილს ცოდი ეს ყველაფერი ჩემს მეგობარს ჩემთან ერთად პრინციპი რა იყო და კიტოვანმა კონში გაიყვანა თავისი ჯარი და ითხოვს გამსახურდიას გადადგომას. როცა ყველაფერი უკვე კარგად იყო, ესე იგი ჯერ მანამდე ხო ყველაფერი კარგად იყო. არაბელი და პლუს ამას პუჩის დამარცხებას დაემატა და მეტი რაღა გინდა. აირია მონასტერი იქ. და კიტოვანი რას ითხოვს? პუჩი თუ დამარცხებულია, კიტოვანს რა უნდა? სიგვას დაბრუნებას და გამსახურდიას გადადგომას. ეს უნდა გულში, მაგრამ მაგასთან ჩავიდა იქ მივიდა კონში ლიაკაცაძე. ქალბადონი ლია. და შეხვდა კიტოვანს, ახლა იქ ფიქრა ლია ესე დედაშვილურად მივიდა, მაგით ცოტა სპანაირი ხალია ესეთი. უნარი აქ ამისი რომ დაელაპარაკოს და მტერი გახადოს მოყვარე. ელაპარაკა კიტოვანს და მე როგორც ლია მიყვება, მე ესე იგი ასე მითხრაო მის ღერი რო ჩამოუვარდესო, გამსახურდიასო, გადავბუგავ ყველაფერსო. მაგრამ ამ ეტაპზე უნდა გადადგესო. აი ესეთი შემოვიწყალა იქიდან. და მე რატო გამსახურდიას ხარეს არის ყველაფერი ამ დროს? კიტოვანი ახ რეპუტაციულად გამსახურდიასთან ახლოს ვერ მოვა. პუჩი არ არის დამარცხებულია. არა, ჯარი ყველაფერს წვიტავს. ზალა მაინც პროგრამის წვიტავს. ხო რა, მაშინ ხო დიდი ჯარი არ ყავს კიტოვას. აი კიტოვანი მაშინ რომ წამოსულიყო კონიდან მეორე დღეს დაუშვათ. შემოეტია ჩვენ წინამდებობას ვერ გაუწევდა. იმიტომ რომ ფაქტიურად 80% გაიყვანა ქობალიას გარდა გაყვა ყველა. ხო და ახლა ისინი მომდიგერიო ყოფილი საბჭოთა კავშირის ოფიცრები და ისინი იყო ბევრი. რომელიც დატოვეს საბჭოთა კავშირი. ხო, მაგრამ ჯარისკაცებზე არ ქონდა ზეგავლენა გამსახურდიას თქვათ. როგორ არ ქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ხო ამ ყარყარაშვილსაც და კიტოვანსაც ქონდა გავლენა. მაგათ შეკრებილი იყო მაინც ეს ხალხი და რაღაც. ქონდა გავლენა და ქობალიას ჯარზე არ ქონდა და კიდევაც. მე როგორ გრძელდება მოვლენები? ეს ხალხი თბილისის ზღვაზე გადადის. არა რა თბილისის ზღვაზე. კიტოვანი. მოვლენები ვერ გრძელდება, ეხლა ისინი უკვე უფრო მეტ შეტევაზე გადადიან. კონი შორს არისო თბილისიდან. ჩვენ ახლოს უნდა ვიყოთ, მეტი ეშინოდეს ჩვენი და დააძრეს კონიდან ეს ჯარი. აი ესე კი არ წაიყვანეს სხვა გზებით, რუსთაველი გამოატარეს. დემონსტრაციულად. არ უსროლიათ იქ სოლები არ ყოფილა და ავიდნენ ბორიც ნელაძე თელეთში. სადაც ადრე ჯაბა იყო და დაბანაკდნენ იქ. დაბანაკდნენ. შემდეგ ახლა იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი პროცესები. ახლა იქ ვინ ჩადიოდა და რა ჩადიოდა არ მინდა გისვა. და თქვენგან არ მიდის იქ ვინმე სალაპარაკოთ? კი. გეტყვი ახლა. შემდეგ იგიც აღარ იკმარეს უკვე. ხო და კიდევ უფრო ახლოს უნდა ვიყოთ. და ერე ხო მოხდა 2 სექტემბერს მომიტინგეების განეიტრალება მოხდა კინოსახთან და ამან ცოტა ჩვენს არასასარგებლოდ იმუშავა. და კიტოვანი გამოდის ცენტრალურ ტელევიზიაში, მაშინ გადიოდა გადაცემა მიტკოვას გადაცემა და იქ თქვა რომ თუ კი გამსახურდია რამე მომიტინგეებს შეეხება, მე მივიღებ შესაბამის ზონებს. ეს უკვე რა არის ახლა? მე ვარ ყველაფერი ვარ, ეს ხაცხადება და მე იქაც არ იკმარეს, იქ ყოფნა დატოვეს. ამ დროს ვინ არის კიტოვანის გვერდზე? ვინ დგას კიტოვანთან ერთად? სამხედროები თუ ვინ? სამხედროებიც და სამოქალაქოებიც, ვინც იდა ისინი? უჩაუმართლოებს სამოქალაქოებს, კარგი და მაგ თემაზე. სიგუა მის გვერდშია. მაგრამ სიგუა იქ ამას ჩუჩელასავით ხავდა. ხო და ყარყარაშვილი კიდევ არ ქონდა, ხო და შემდეგ ხედრიული მაგეთან არა. ხედრიული ციხეში შენ განეიტრალებულია. წამოვიდნენ თელეთიდან, ისევ გამოიარეს რუსთაველი და აიღეს ტელევიზია, რომელიც საზოგადოებრივი ტელევიზია, აიღეს ცირკი. ცირკზე დადეს ზარბაზანი. ზემოდან. და დაგვიმიზნეს იქ. ეს რომელი თვეა დაახლოებით? ეს არის ესე იგი სექტემბერი. სექტემბერი. 2 სექტემბრის მერე ხდება, ესე იგი გავიდნენ მაგენი აგვისტოში გავიდნენ კონში, თელეთში დაბრუნდნენ აგვისტოს ბოლოს, ხო და იქ ტელევიზია და ის აიღეს, ასე სექტემბრის თვე არის. ტელევიზიიდან ჩვენ მოვასწარეთ გამოტანა ყველაფრის. აპარატურის და გადმოვიტანეთ უზენაეს საბჭოში. გადმოვიტანეთ და დიქტორებიც ყველა იქ იყვნენ უზენაეს საბჭოში იჯდნენ და ვიშკა გავამაგრეთ და ვიშკა ვერ აიღეს. თავარი იყო მაშინ აპარატურა და ვიშკა. და ტრანსლირება ხდებოდა ჩვენგან, მაგრამ ამას ვერ იტანდნენ, რომ ტრანსლირება ხდებოდა ახლა. ჩვენგან იყო და მაგათგან არ იყო, დაიწყეს რაღაც თავისის გაკეთება ტელევიზიის. ცირკიდან ისროლეს ერთხელ ზარბაზანით და აგროპრომის შენობას მოხდა. ევროპა რო იყო რესტორანი, ფილამელესო ჩაცდები. ჩვენ დავტოვეთ პარლამენტის შენობა, ის
ზედაი და ქვემოთ კიდე მთავრობის სასახლეს კანცელერიას ხონდა კარგი დარბაზი ქვემოთ იქ ვატარებდი მაინც ახლა რო ზარბაზანი და რაღაცა მიდიოდა მიდიოდა ესე იგი ქუთათელაძე იცით ეს ქუთათელაძე იცი ხო მაგას ხონდა ვიშკა ჩაბარებული მე რო გადასამდეს ქუთათელაძე მიდიოდა ზვია ძიძიბური მიდიოდა შურღაია ხუთკაციანი დელეგაცია და მიდიოდა ემულარია იყო ასე მიდიოდა ლაპარაკობდნენ მოვიდოდნენ მაგრამ ჯერჯერობით არაფერი უკვე გამსახურდიამაც მოიმძლავრა სიტუაცია შექმნა რაღაც უფები და უკვე აღარ ეშინია ვატყობ აგერის კი არიან ტელევიზიაში კი არის და ისინიც მაუწყებლობენ თუ ისინი ვერ მაუწყებლობენ ერთხელ დააპირეს მაუწყებლობა და მე რაღაც აფეთქდა და დაგვაბრალეს ჩვენ რო აკეტავეს როლე თვითონ უზენაეს საბჭოდან რაღაც აჩვენეს მე რო ასე მოხდა ეს ხო და გამსახურდიამ გადაწყვიტა გაენეიტრალები ესე აიღო ტელევიზიაც და აიღო და გვენცაძე მაშინ ის იყო ახლა ცოტა ცოდნე კაცი იყო გვენცაძე იყო მინისტრი ეს კომუნისტობის პერიოდიდან მოდის ხო გვენცაძე მაშინ გვენცაძე მანამდე მოადგილე იყო შეიძლება და რატო ტოვებს გამსახურდია კომუნისტ პოლიციას მაგას სალკე გეტყვი კომუნისტებზე მითი და გავარავ იმაზე მე თუ გამახსენებ სალკე გეტყვი და წავიდა ალყა ცირკსაც ალყა გარტყმული ტელევიზიასაც ალყა მოსახლეობა გამოიყვანეს ჩააფრეს შუქები და წაუყენეს ულტიმატუმი ან დატოვებთ ან იქნება ომი და წარმოიდგინე შეშინდნენ დატოვეს მანქანები მოიყვანეს დაგრუზეს რაღაცები ცირკის დატოვეს და წავიდნენ ახლა არ ვიცით საწავიდით შემოდის გამსახურდია და მიტინგზე ულოცავს ხალხს კუთხით დამარცხებულია მე ატარებს უზენაეს საბჭოს იმაში შემოდით რომ ჩავატარო უნდა მივიღოთ ადგენილება მაგენზეო და უცებ ჩავიგდე ხელში და ბატონო ზვიად მოთხარი საწავიდელ ხო არ ვიცი მაგენელება არ ვიცი ალბათ ყეშიო არ ვიცი მაგრამ იმედიანად ავიდნენ თბილისის ზღვაზე დაბანაკდნენ იქ თბილისის ზღვაზე ნაწილი გამოეყო ყარყარაშვილი და ისინი და წავიდნენ საუმბრად ოსეთში და ჩაკვეტაძე იყო კიდევ ერთი ჩვენი გვარდიის უფროსი ქუთაის ისიც გამოეყო და კი არ დაემდურა ამგეს მაგრამ თქვა რომ მე აღარ მინდა ამ ოროდე გავიდა იგიც წავიდა თალკე საბრძოლველო ესენი შემცირდნენ იქა შემცირდნენ მაგრამ ამას ისმის ზღვა არ უნდა და არ მიიღო ახლა და სწორადაც გააკეთა და უკვე ახლა ჩაწყარდა ყველაფერი ძირითადში ჩაწყარდა ყველაფერი და თავი იმგერმა იძუნეს უკვე დამარცხებულად. ბოლობენ ოსეთში ბრძოლობენ, მაგრამ მოდის იგი დეკემბერი და რატომღაც გააქტიურდნენ ძალიან მაგრამ. ჩემთვისაც რაღაცა უცებ გააქტიურდნენ. ესე იგი მოდის 22 დეკემბერი. შეიძლება მოსაწერი ყაზახეთში. გააქტიურდნენ მიტინგებზე უკვე დაფინანსება შევატყვე ქონდათ. დაბლატავდნენ იარაღიც, იქეთ იმუფრებიან და სან დაიძაბა, ესე იგი იმელი შენობა მაგენს უკავია, ის რო არის, იმელი შენობა ჯერ მაგენს უკავია, მაგრამ ეხლა მიდის ჩვენი მომხრეები და იმათი მომხრეები. ხო და შეჯახებები ხდება, რუსთაველი, მაგრამ ჩვენები მოერიან და რუსთაველი თლიანად გაიწმინდა. ხო და ისინი უკვე ისე მოულოდნელად ჩემთვისაც მოულოდნელად გააქტიურდნენ, ესე დეკემბერი დადგა ზამთარი წესით აღარც უნდა იყოს, რომ წამოვიდა მიტინგზე რუსთაველზე აწვევია, ხა ჩვენს მიტინგები და მერე მოხდა ის საწყო. რა ხდება ზვიად გამსახურდიას წასვლის და შევარდნაძის მოსვლის მერე? თქვენს მიმართ რა ხდება, ხალხის მიმართ, ვინც ზვიად გამსახურდიასთან მებრძოლები ხართ? ქუთაისში რა ხდება ზოგადად? ისევ შაშიაშვილი მოდის აქ? ხო, არა, შაშიაშვილი არ მოდის აქ, ჯერ. შაშიაშვილამდე აქ არის სხვები არიან, სხვა ქარჩავა ერთი. სამხედრო ის ამყარდა. მაგრამ მანამდეც გეტყვი, როცა დაემხოთ ისე თბილისში, რომ ჩვენ ქუთაისში მოხდა მაინც გამაგრება. წარმოიდგინე, ამდენად ხარდამჭერი ყავდა მაინც, ესე იგი, ჯერ ომი ოწავიდა, ომი ხო გრძელდებოდა 2 კვირა. ხო და მე ახლა ამდენ ტელევიზიას გავიდა 33 წელიწადი, ხო და ამდენ ტელევიზიას უყურებ, ტელევიზორში ხა მიტინგები ხო არის მექსიკაში, არსად არ მინახია, როცა ომი მიდის. ხო და შეიკრიბოს. გარკვეული ადამიანებს მშვიდობენ 2000, 5000 კაცი და ამ ტყუიებში წამოვიდეს და ჩადგეს ვაჭი რომ გააჩეროს. ზვიადის მომყიდე ტყუიებზე მიდიოდა ეს ხალხი რომ გაენეიტრალებინა, ესე ვთქვათ, სიტუაცია.
აი ქუთაისის მაგალითს გეტყვი ახლა ესე ქუთაისში მაგერმა აიღეს ქუთაისის მერია. აიღეს, მაგრამ შეიგრიბა ხალხი, უიარა საქმეა, იარა, მომიტინგეები და შევარდნენ მერიაში. ხარჩავა იყო ხა ძირითადად მაშინ. და გამოყარეს ესენი. იგი იარაღი ჰქონდა იგივე, მაგრამ ვერ გაბედეს ახლა სოლა იმდენ და გადავიდნენ ტაბიძის ქუჩაზე უშიშროებად. იქიდან მართავდნენ ქალაქს. პოლიციაში დატყვევებული იყო ჩვენ ვიღაცები, ხალხი მივიდა გამოიყვანეს. ესე იგი მიტინგზე იყო, მაგრამ 1000-იანი და 2000-იანი კი არა. ამოდენ ქუთაისში, ხო? ქუთაისში, ხო. სლავური მიტინგები იყო მომხრეები. აქ არ დაურბევიათ ან არ დაუხრეტიათ მიტინგები? აქ არ დაუხრეტიათ და არ დაურბევიათ თბილისისგან განსხვავებით მიტინგები. როგორ არა? ესე იგი ცოტა შაშიაშვილო ჩამოვიდა, ცოტა კულტურულ ფორმები მიიღო ხანა. ხო დაპატიმრე, მაგრამ მანამდე ესენი იყვენ ახლა საფხედროები, ეს აპრილამდე. ეს ხო იანვარი, თებერვალი, მარტი, ხო ესენი იყვნენ ახლა ძირითადად და თქვენ მითხარით რომ კომუნისტების გაყრასთან დაკავშირებით ჩემს ახსნას გეტყვითო. ხო, თქვენ ბევრს კითხეთ, მაგი. მაგრამ ის რაც სიმართლეა, არავის არ გთქვია. მე არ ვიყავი ხო მომხრე მაგერის ხალხი. ახლა საქმე რა შეიყო? ჩვენ რომ მოვით ხელისუფლებაში. კომუნისტები პატარა ახლა მორიდებულით გვიყურებდნენ. უამრავი ხალხი დავტოვეთ ძირითად თანამდებობებს. კომუნისტები. ვაკურგულვა დავნიშნეთ გარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ. სიჭინავა დავნიშნეთ მერე სოფლის მეურნეობის მინისტრად. ჯონი ხექსურიანი დაინიშნა იუსტიციის მინისტრად. რაზმაძე დარჩა პროკურორად. ინდია უგრეხელიძე ახლა იცით რა პიროვნება იყო, ჩვენი მოწინააღმდეგე იყო, აქ ჩააგო ქუთაისში არჩევნები, მაგრამ დაინიშნა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარად. რამდენი მინისტრი კიდე? რამდენი პრეფექტი? მოადგილეებზე და ქვილითაიაზე და ამგეზე აღარ ვლაპარაკობ. זה ფაქტიურად ახლა კოჰაბიტაციას ვახსენებთ. ჩვენთან მაშინ ჩვენ არავინ არ დაგვიჭერია, ხო? არავინ არ დაპატემრებული. უამრავი თანამდებობები მიიღეს ამგერმა. და თითქოს წავიდა შეხმატკილებული არც არაფერი ტენდენცია მიდიოდა იმისკენ რომ კიდო ესენი გვემატებოდა, კაი კადრები ყავდათ ახლა, ხო? კიდო გვემატებოდა ესენი მიდიოდა. რომ მოხდა პუტჩი? ახლა ჩვენ პანიკაში ვარ. გარკვეულმა ჯგუფმა არ მინდა გვარი დავასახელო ახლა ის პარლამენტში გაზეთი ჰქონდათ მაგათ თავისი კომუნისტები მე რესპუბლიკად გადააკეთეს გამოაცხეს სტატია ხო როგორც იქნა გაიმარჯვა სამართლიანობა ჩვენ მზათავართ ხელისუფლება ავიღეთ ხელში ამგენს ანგლახას სიტყვებით მოხსენიება და ბევრმა კიდო ვიღაცებმა კიდე მხარდაჭერები და ამბავი ეს გამსახურდია ჩათვალა უმადურობა ძალიან დიდი უმადურობა და პლუს კიდო ამნაირი შეიძლება კიდე მოხდეს და იგი ვიყოლია რა ზოგიერთი რა ყველა კი არა ესა და მიიღო ძალიან კაცრი გადაწყვეტილება ადგა და ინფლამოსილების შეწყვეტა დააყენა მაგათი ასე მოხდა ეს ამბავი ეს გითხრა ვინმე აქამდე თქვენ მე არავის არ ვიხსენე ვერ ვიხსენე ეს იყო მიზეზი ეს ჯანყი პატარა ჯანყი მოხდა იქ პარლამენტში მაგ იფიქრესო ესე გადაწყვეტილია ყველაფერი და ვინ არის ამ ჯანყის ლიდერი არ მინდოდა მეთქვა მაგრამ როგავა იყო ასეთი გოგავა ვიქტორია სირაძე გახსოვთ ისი ქმარი გამიგია სიყო ძირითადად იყო ხა ერთი ორი მაგრამ არ მინდა ხელს შევარდნაძის მოსვლის მერე რა ხდება და შაშიაშვილი რას აკეთებს ქუთაისში მე ხა მე მოსკოვში წავედი აქ ვიმალებოდი კი დაგზდეველი ხო დამადარი უზენაეს საბჭოში მომცეს იგი რა ქვია იარაღი რა თქინდოდა რა განდაბათ იარაღი და სადა იარაღი ჩაუაბაროსო და იგი ზოგიერთი მაგრამ ქუთაისი მაინც სხვა ქალაქია რა ქუთაისში ჯერ არის ურთიერთობა ჯერ არის მეგობრობა აი ვინმე შეურაცხყოფა მოეყენებიო ჩემთვის ამნაირი არ ყოფილა მე რომ პირიქით მიზახოდენ ისინი მოდი გადმოდი ჩვენ ხარებზე და იგი და დავგარი ფეხი წავედი მოსკოვში ამდენ ხანი იყავით 3 წელი და აქ ძირითადად ახლა მე რა ხდებოდა შაშიაშვილის იმის დროს ვერ გეტყვი იმდენად იმიტომ რომ ის მომსწრე არა ვარ 3 წელი ჩემთვის ამოგდებულია ახლა
და რო დაბრუნდით რა დაგხვდათ შეცვლილი ამ ქალაქში? 97 წელს დავბრუნდი და უკვე დალაგებული იყო სიტუაცია, შერიგებული. მე ხო ისიც გამოვიდა შერიგების კანონის გამოვიდა. მე დაიძაბა ურთიერთობა ელიავას ამბავში რომ მოხდა რაღაცა, იმან პატარა დაძაბასული ურთიერთობა. მაგრამ ის ეგ როგორ იყო აღქმული? ან რატომ მოხდა ელიავას ამბავი? რატო იყო აუცილებელი ადამიანების მოკლა? ელიავა როგორ მოხდა? სიმართლე გითხრა, ვერ მოგცემ ახლა ზუსტ ინფორმაციას მაგაზე. მოხდა ჯანყი ფაქტია. მე შერიგდნენ ელიავა გადაადგილდებოდა თავისუფლად იქეთ აქეთ ყველაფერი იქეთ, მაგრამ ერთხელ ჩაუსახდნენ. რა მოხდა არ ვიცი. ძალიან საინტერესოა, რასაც მიყვებით. ტყუან მართლის გარჩევის წესზე მინდა კითხოთ. ამ ქალაქში როგორ ირჩევა ამ პერიოდში ტყუან მართალი? სახელმწიფო სასამართლოს არავინ ენდობა. ქუთაისი ისედაც შავ სამყაროსთან ახლოს ყოფი ქალაქია, მის მეdes იმ პერიოდში. მე მაინტერესებს რა მოსულა ამ დროს ამ ქალაქში და რა არ მოსულა ადამიანებისთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის და რა ავტორიტეტზე დგას ტყუან მართლის გარჩევა? ნუ როგორ გითხრა ახლა ქუთაისი მაინც მეგობრული ქალაქია, ურთიერთობის ქალაქია. კაი ბიჭი სიტყვა არ ჟღერს ზოგიერთისთვის კარგად, მაგრამ კარგი ადამიანების ქალაქია და აქ ისეთი ურთიერთობაა, რომ აქ ხო გითხარი, არჩევნები რომ მიდის, აქ ერთ ოფისი აქვს ერთს. ეგ იმპერია ამ ოფისი პარტიის, ეგ ამ პარტიას ემხრობა. საღამოს ხუთა გამოდიან, მე რესტორანში ერთად მივიდივარ. ასეთი ქალაქია ქუთაისი და ამიტომ ესეთი ექსცესები და ქუთაისი მაღალი ზნეობის ქალაქია რა. ესეთი ქალაქი, სადაც უზნეო ოჯახში არ უყვართ და უბანში არ უყვართ. ეხლა ქალაქში ის რას არ გახსოვს. და ხელისუფლებაშიც როა ის ანგარიშს უწევს მაინც ეს ყველაფერს. ამ ურთიერთობებს და განათლებული ხალხია ძალიან ქუთაისში. განათლება ძალიან მაღალ დონეზეა და ყველაფერი ერთად აღებული ქმნის კარგ კლიმატს. რა მოლოდინები არსებობდა საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ? რა გამართლდა აქედან და რა არ გამართლდა? და აი ამ გადმოსახედიდან დღეს როგორც უყურებთ ამ სიტუაციას, რას გააკეთებდით განსხვავებულად ამ გამოცდილებით? არ ვიცი ხა მე გამიჭირდება მაგის თქმა, მაგრამ რას გავაკეთებდით ალბათ ვერ გეტყვი. არ მიფიქრი ახლა მასე ზუსტად ჩამოვყალიბე. რა მოლოდინები გქონდათ დამოუკიდებლობის მიმართ? როგორი საქართველო უნდა ყოფილიყო? ის საქართველო, რომელზედაც ოცნებობდით და ზვიად გამსახურდიას როგორი საქართველო უნდა თქვენი დაკვირვებით? რა დონემდე იყო კონტურები გამოკვეთილი ამ საქართველოს იმ პერიოდში? მაგი კონსერვატორი კაცი. რელიგიური იყო. აი მოგიყვებით ერთ ფაქტს ახლა. მოხდა რაჭაში მიწისძვრა. თუ რამე რესურსი ქონდა გააჩერა თელი საქართველო და რაჭაში გადაისროლა. რაჭა არის ჩვენი სიმდიდრე და რაღაც. ჩამოვიდა ახლა. ქუთაისში ჯაკ შტაბი იყო და რაჭის აღდგენის შტაბი იყო და ყველა დაავალა ახლა შეიძლება და მოინდომა გელათის და წვალე ყვავილას ნახო. და დამავალეს მე გავყოლოდი. წავყევი ახლა მე ჯერ ხალხმა სად გაიგო, სანამ გამოდიოდა ხალხი და გრაში ეგებებოდა, მართლა საიდან გებულობდი ხალხი ყველაფერს მე არ ვიცი. ავედი ჯერ მოწამეთაში. მოდი გელათის და მოწამეთის ნახო. მოწამეთაში ავედით და ხართ მოწამეთაში დამყოფი? კი. ისანამ ჩახვიდოდი, ესე თქვა, ბუჩქნარია ლამაზი და იქ იყო სულ ჭინჭები ჩამოკიდებული ესე. ხალხი კეფთაყვანისებლები ზოგი რაღაცა რონახა ეს ესე იგი ახლა მე მიყვები ერთი და დაცვა უკან მოყვები ხო რა არის მეჩხუბება მე რა არის სად იყავ რასაკეთებ ეს სიჩქვილია ვიღაცა რონახეს რა არის სულ ესე ბუზგუნით მივედით გაგი იყო მოძღვარი იმასთან აცნობი ყოფილი ჩაეხუტან ერთვანეს და უთხრა გაგის თხოვა რომ გაგი ძალიან თხოვ რა ეს პოსტო ეს არ იყოს იქო რა ოკეი იმან აღუქვა ყველაფერი წამოვედი დავედით გელათში მივედით და მამა ნიკოლოზი იყო მაშინ ფოთაშორის მისი მონაცვლეობა და დახვდა
ის და არ მოეწონა ზოგიერთი ფრესკა. ძირითადი ფრესკები და ძალიან ლამაზად კბილად ელაპარაკა მოზღვარს და მე რესთხოვა რომ აქო უფრო გელაცო უფრო უკეთესიო ეკეთვისო. მე გამო დაცვის წევრებს ვთქვა არ გაინტერესებდო წამოიყვანე დაცვის წევრები ჭურები ესე დაათვალიერებია იქა. მე დავით აღმაშენებელის იმაზე გაიყვანა და ერთმა კითხა დაცვის წევრმა ბატონო ზურაბ ოღონდ მართლა ასაფლავია აღმაშენებელია. მივაჩერდით ყველა ჩვენ. აიხედა არ გასაპასუხი წამოვედი. თქვენი აზრით მე მეორე დღეს არა იმ ღამეს უნდა დაგვებინავებინა წყალტუბოში. წყალტუბოში იყო მაშინ კარგი სასტუმრო, იქ და გამზადებული იყო ყველაფერი, ჩავედით მისი მეუღლე და ისინი სხვა სასტუმროში დაბინავდნენ და გამსახურდია სხვა, მაგრამ მას ახდა ვინმე რეჟისორი ბულგარეთიდან, რომელმაც გადაიღო ფილმი თუ რა ხდებოდა მაშინ ოსეთში. ოსეთში ხომ მიდიოდა მაშინ ცხინვალში. ხო და პრესა იყო ჩვენ საწინააღმდეგოდ, მოსკოვის ესე იგი არხები, ესე იგი გამოვყავდით ჩვენ ესე დიქტატორად და ესე იგი თვითონ ჩვენ სასწაულებს ვაკეთებთ ესე იგი და ამან გადაიღო ფილმი რომ პირიქით არის. პირიქით. ხო და სანამ ესე იგი ვივახშმებდით, მანამდე უნდა მოხდარიყო ამ ფილმის ჩვენება. გააკეთეს ის პატარა სცენა და გაუშვა და რეჟისორი ეს გოგო უზის ახლა. გვერდით ამას. ხო და მიდის ეს ფილმი და ხედავ გამსახურდიას უკმაყოფილებას. ხო კი ჩვენ მხარეზეა ეს დოკუმენტური ფილმი, მაგრამ მე ახლა უკან ვზივარ და მესმის ამ გოგოს ეუბნება, შენ რატომ არ აქცენტს არ აკეთებ მაგ ფილმში, რომ ეს ყველაფერი მოდის გორბაჩოვი. ეს ყველაფერი გორბაჩოვი აკეთებს. ამაში მე ვერ ხედავ ამას. გორბაჩოვმა მე დამირეკაო და მითხრა თუ არ მოაწევ ხეთს იმაზეო. შეშეკულებაზეო, ოსეთში იქნება პრობლემებია. ეს უნდა ყოფილიყო მაგ ფილმში. ამას ეუბნება. და ეგოგო გააშრა მახსოვს. და სწორსაც ეუბნება. რაც იყო რეალური. გამსახურდიას კვლელობის ვერსიის გჯერათ თუ თვითკვლელობის იმ ინფორმაციით რაც თქვენს თავშია. ვერ შევალ მაგ თემაში. მიუხედავად იმისა, ბაჩუკი გვანცელაძე, ჩემი მეგობარია, ერთად ცხოვრობდი. სალამ გამსახურდიას დაცვა. ვიცით ხო ბაჩუკი გვანცელაძე? მე ქუთაისში აქ ერთად ვიყავდი, პიონერთა პარკში მაგი დირექტორი იყო, მე მის მოადგილე ვიყავი. ხო. მე ყოველთვის ვცდილობდი რომ რაღაც არა ვარ კომპეტენტური მეთქე. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ბევრი რამე გავიგე ახალი თქვენი ინტერვიუდან. რამე ხო არ არის ისეთი რომელზედაც მე კითხვის დასმა გამომრჩა, მაგრამ ჩვენი მაყურებლისთვის ისეთივე სიახლის შემცველი იქნება, როგორც ჩემთვის იყო ამ ინტერვიუს ბევრი კომპონენტი ახალი. ერთ რამეს ვიტყვი, რომ ძალიან მიხარია ცოტა საზოგადოებრივი აზრის შემოტრიალდა მაინც ამ კონსერვატიული მიმართულებით და გამსახურდიას ასე ვთქვათ რეიტინგი კიდევ უფრო მაღლდება და ეს მახარებს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ.